რომელი კომპანიის ბრენდინგი მოგწონს დღეს საქართველოში? ზოგმა არ იცის, რომ ბრენდია. მაგრამ ბუნებრივად თავის გულის ნადებს მიყვება. მე როგორც დამფუძნებელს რა შემჭირდება ბრენდინგი? თუ არ იფიქრე და არ მოიფიქრე, რომ ვინ ხარ, რა ხარ, ასაკეთებ, რა პრობლემას წვეთ, მაშინ საერთოდ საით მიდიხარ, როგორ მიდიხარ. საიდან უნდა დავიწყო? აი ახლა დავაფუძნე კომპანია და მინდა რომ სწორედ დავიწყო. სახე არ უნდა დაგარგო. ძალიან დიდ პრობლემას ვხედავ რეალურად მაგაში დღესდღეობით ბიზნესში. ბრენდინგი არ არის ვიზუალზე ფიქრი და მუშაობა, ბრენდინგი გაცილებით სხვა რამე. შეიძლება სახე იცვალოს რაღაცნაირად, მნიშვნელობები მისი არსებობის შეიცვალოს, მაგრამ ბრენდი არა. პრობლემა რაში გვაქვს? პოდკასტს აფინანსებს სამშენებლო კომპანია ტერმინი. თუ ოცნებობთ საკუთარ სახლზე და გაქვთ მიწის ნაკვეთი, კომპანია ტერმინი გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს სახლის პროექტირებიდან მშენებლობამდე. პროექტის მიყვანა ხდება თქვენთვის სასურველ კონდიციამდე, შავი კარკასი, მწვანე კარკასი და სრული რემონტით. თუ ეძებთ სანდო და ხარისხზე ორიენტირებულ კომპანიას, მიმართეთ ტერმინის. HR-ი მხოლოდ მაშინ გჭირდება, როცა ვაკანსია გაქვს. კომპანიების უმრავლესობა HR-ზე მხოლოდ მაშინ ფიქრობს, როდესაც ახალი ვაკანსია ჩნდება. შედეგად ჩქარობენ, ირჩევენ არასწორ ადამიანს და პროცესი ახლიდან იწყება. ყოველი შეცდომით აყვანა ეს პირდაპირი ფინანსური ზარალია. დაკარგული დრო, ახალი რეკრუტინგის ხარჯი, თანამშრომლების მოტივაციის ვარდნა. HR სისტემა, რომელიც მხოლოდ ვაკანსიის შევსებაზეა ორიენტირებული, პრობლემას არ წყვეტს. ის მათ აგროვებს. ფიფლია გეხმარება შექმნა სისტემა, სადაც სწორი ადამიანები სწორ პოზიციებზე ხვდებიან, სანამ თანამშრომლების გადინება ბიზნეს ზვირად დაუჯდება. ეს არის პოდკასტი სტარტაპერი, პოდკასტი ბიზნესზე და მეწარმეობაზე. მე ვარ მარიამ დემურაშვილი. დღეს სტუმრად გვყავს ძალიან საინტერესო ადამიანი, ალექსი ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი. ალექსი, სალამი. სალამი. ძალიან მიხარია, რომ მოხვედი. მეც მიხარია. ჩემთან. გრილაკ. მოკლედ, ვისაუბრებთ ბრენდინგზე, ჩავშლით დამფუძნებლის და თანამშრომლის ბრენდინგის ნაწილს. ვეცდებით მაქსიმალურად შევეხოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში უმნიშვნელოვანესია, რომ საერთოდ ვიცოდეთ, რისთვის არის ბრენდინგი. რამ ხელაზე გავლენას ახდენს მოგებაზე, პირველ რიგში და მერე დანარჩენ ყველაფერზე. და ესე იგი, რაში მჭირდება მე ბრენდინგი? მე ვის ადამიანს თუ კომპანიას? მე როგორც დამფუძნებელს რაში მჭირდება ბრენდინგი? პირადი თუ მოდი ორი სხვადასხვა რამე, ორი კი ბატონო, რადგან დღეს ვსაუბრობთ კონკრეტულად დამფუძნებლის ბრენდინგზე, ვისაუბროთ მე როგორც დამფუძნებელს რაში მჭირდება ბრენდინგი. კარგი, ესე იგი, მხოლოდ საქართველოს კონტექსტზე რო ვილაპარაკოთ, საზოგადოებრივი არ გვინდა ხამეთ, ამაზე თუმცა იქაც არის თითქმის გავსი რაღაცეები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, შესაბამისად პატარა ბაზარია და თუ რამეს სწორად გაფაფხურდები, მოკლედ შენი სასურველი აუდიტორია, ანუ სამბიზნე აუდიტორია თუ არა, მეტნაკლებად ჩანხარ ხოლმე მერე რა. და იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ბრენდი თავის შემქმნელს გავს და თუ ეს მისი შემქმნელი არის აქტიური, ანუ მმართველი ასე ვთქვათ, შემქმნელია, მაშინ ძალიან ხშირად და დიდ ნაწილში ბრენდი და მმართველის მფლობელის ბრენდი ერთმანეთს ასე ვთქვათ ემთხვევა რა. ძალიან ხშირად არის, რომ ადამიანისადმი სიმპათიის გამო ინტერესდებიან ის, რას აკეთებს, რას ყიდის და შესაბამისად მისი ბრენდის მომავალი დამოკიდებულია მისი მფლობელის ბრენდზე. და პერსონალური ბრენდინგი ისე როგორც საზოგადოდ ბრენდინგი გჭირდება, რომ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრო ვინ ხარ, რისთვის ხარ, რატომ ხარ, რას აკეთებ, როგორ აკეთებ და ვისთვის აკეთებ ამ ყველაფერს. რომ იყო დალაგებული, ჩამოყალიბებული და უპირველეს ყოვლისა დისციპლინებული. დისციპლინებული რას ნიშნავს, რომ შენი სიტყვა ყოველთვის ემთხვეოდეს საქმეს. ეხა დღეს რა მომინდა, ხვალ რა მომინდა, ეგრე არც პირადი ბრენდი შენდება და არც მომსახურების თუ პროდუქტის თუ სხვა ბრენდი. ამიტომ მოკლე პასუხი არის, რომ ბრენდი გჭირდება იმისთვის, რომ ჩამოყალიბდე
და იარო იქეთ საითაც წარმატება. აი, ეხა დარწმუნებული ვარ, ბევრი უყურებს და ფიქრობს, რომ ეხა კომფორტის ზონაში არის. საერთოდ არ უნდა გამოჩენა, არ უნდა რომ ადამიანები იცნობდნენ პირობითად ვიძახი და ეხა რაში მჭირდება? მე უნდა ვაკეთო ბიზნესი, ხო? შესაბამისად, აი პირობითად ვიძახი სტანდარტული ეხა ცოტა ისეთი სიტყვაა, მაგრამ მე რო არ გამოუჩნდე და მე რო გამოუჩნდე, ამ ორ შორის სხვაობა რა იქნება? იცი რა, ხშირად გქონია ეს შემთხვევა, რომ აი მე რაღაც არ შემილია, ვერ გამოუჩნდები და ძირითადად ამას ისეთი კაი და სწორი ადამიანები იძახიან და რა არის იცით პატარა ბაზარზე კი არა გრანდიოზულ ბაზრებზეც ადამიანებს ძალიან აინტერესებთ ვინ დგას კონკრეტული ბრენდის უკან ანუ ხელები რომელმაც ის შექმნა ხო ესე რომ გადმოვთარგო ინგლისურიდან და ესეც იწვევს რაღაც ემოციას ამიტომ ეს ადამიანი უნდა გამოჩნდეს იმიტომ რომ მაგალითად Apple-ის წარმატებაში Jobs ძალიან დიდი როლი ჰქონდა როგორც ბრენდს, როგორც პერსონალურ ბრენდს, როგორც ადამიანს, იმიტომ რომ ეს იყო ამ ბრენდის მამოძრავებელი. ამას ტერმინი აქვს ბრენდინგში ბრენდ ჩემპიონი. ანუ ბრენდ ჩემპიონი არის რომელიც ასე ვთქვათ მიდის და მიუძღვება აი ამ თავის ბრენდს საუბრობს ბრენდის ფილოსოფიაზე, ხედვებზე, დამოკიდებულებებზე და მე ეს ქმნის ემოციას და ეს ქმნის საბოლოო ჯამში მომყოლად და შედეგად იმ გაყიდვებს, რაც აუცილებლად ჭირდება ბრენდს რომ კონდეს შემოსავალი მოგება და იარსებოს. ამიტომ გამოჩენა არის მნიშვნელოვანი და მე არავისთვის არ დამითმია ეს საუბარი და ყოველთვის ვეუბნები რომ არ მაინტერესებს უნდა გამოჩნდე. და გამოჩენასაც აქვს თავისი წესები, ძირითადად პრობლემა არის ხოლმე ფსიქოლოგიური შიში აი რაღაცა ვაიმე სახალხოთ რაღაცა არ შეცდომა არ მომივიდეს, არ შევწყვე, არ ჩავფლავდე, ამ შიშის გადალახვა არის საჭირო და მე უნდა გამოჩნდე და ისაუბრო იმაზე, რაზეც გინდა რომ ისაუბრო, რატომაც აკეთებ ამ საქმეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი ღირებულებები თუ არ ემთხვევა რეალურად და მოხვეულია იმ ესე რომ ვთქვათ ყალბად წარმოჩინდება, ხო? ეს ჩანს მარტივად? ღირებულებები არ ემთხვევა იმას, რაც ნათქვამი და გაცხადებულია ბრენდის მხრიდან? კი. იცი რა, კი არის ეგეთი ხელოვნური რაღაც ჩამოწერენ, რომ ჩვენი ღირებულებებია ისა და ამ დროს საერთოდ რაღაც სხვაგან არის და დაეტყობა ეს, გინდა გამოჩნდი, გინდა არ გამოჩნდი, პროდუქტს და სერვისს დაეტყობა ეს, იმიტომ რომ არ იმოქმედებ ისე, როგორც საჭიროა რა და პრობლემა გექნება. და იცი რა არის, როცა დამფუძნებელი ჩანს, მაშინ ჩანს მისი დამოკიდებულებების და ყველაფერი რა. და როდესაც არ ჩანხარ, ეს უფრო გრძელი გზა არის. თუ სწორი ადამიანი ხარ, შენი სიტყვა საქმეს ემთხვევა და ის მართლა გაღელვებს, რასაც აკეთებ, მაშინ გაცილებით მოკლეა ეს გზა რა. მაგრამ ეხა ვირეშმაკობა ეგრეთ წოდებული, ხო? არაფერში არ მოსულა, მათ შორის არც ბრენდინგში, დაგეტყობა საქმეზე რა, არ არსებობს. მაგალითად, აი ძალიან ბანალური რო ვთქვათ, რომ ამას ვერ ვიტან, მაგრამ მომხმარებელზე ორიენტირებული, ჯერ ესეთი მომხმარებელზე ორიენტირებული თუ არა ხარ საქმეში რა გინდა, ბიზნეს რატო ვაკეთებ? რომ ბიზნეს ყოველთვის მომხმარებლისთვის აკეთებ, ხო? იმან უნდა გაიგოს, ის უნდა მოვიდეს, იმან უნდა იყიდოს, მერე დააბრუნდეს, კიდე იყიდოს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ საქციეში თუ არ ახარ მომხმარებელზე ორიენტირებული აყურყუტებ რიგში პასუხს არცემ წესიერად რაც დაპირდი იმას არ აკეთებს ეს შენი პროდუქტი არ მომსახურება მაშინ რა მოხდება ხო ერთმანეთთან შესაბამისობაში ვერ მომდის ფიზიკურად ამიტომ არის რომ კონკრეტულ პროექტებს როცა ვიწყებთ ყოველთვის ვატარებ არასოდეს არ ვაკეთებ ისე პროექტს რომ არ გავაკეთო ბრენდის ინტერვიუ დამფუძნებლებთან აუცილებლად ან დამფუძნებელთან გააჩნია და ესეთი გავლენიან პირებთან რა მენეჯმენტის რომ ვიცოდე მათი გულის ნადები რა არის იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან დიდი აცდენაა ხოლმე რა საიდან უნდა დავიწყო აი ახლა დავაფუძნე კომპანია და მინდა რომ სწორედ დავიწყო პირველი ნაბიჯი რა არის პირველი ნაბიჯი ყოველთვის არის კარგად გაიგო რა არის პრობლემა. სამწუხაროდ ადამიანები ჯერ აფუძნებენ კომპანიას, რომ მოდი აი რაღაცა ეს ვიჩალიჩოთ. ხო, ყოველთვის უნდა დავიწყოთ პრობლემიდან. სამწუხაროდ ჩვენთან ხდება ისე, რომ
მოდი დავაფუძნებ კომპანიას რა და დავიწყებ ჩალენჯს ასე ვთქვათ რა, იმიტომ რაღაც მოდაშია, რაღაცას ყური მოკრა ეს ფულს წერს, რაღაცა ასე შემდეგ. და ასე ეს არ მუშაობს. კი, სწორ დროს თუ მოყარი ყური რო რაღაცა ეს რაღაცა და უცებ გააკეთებ კი ბატონო, მაგრამ ყოველთვის ჯობია დავიწყოთ პრობლემიდან, რა პრობლემა დგას ბაზარზე. პრობლემას ვეძახი ყველაფერს რა. მოთხოვნა, მოთხოვნილება და ასე შემდეგ, ხო? რა პრობლემა დგას ბაზარზე, რომელიც სუდათ არის გადაჭრილი, ან საერთოდ არ არის გადაჭრილი და შენ უნდა გადაჭრა ეს, რა თქმა უნდა, შენი კომპეტენციის და ემოციის და იმის ფარგლებში. აი, როცა პრობლემას განსაზღვრავ რა არის და ამ პრობლემის ფორმულირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ჩემი სტუდენტები თუ მომისმენენ, გაეცინებათ, იმიტომ რომ აი მიპიჭინებული ვარ, აქედან ვაწყებინებ, რომ პრობლემა და მისი ფორმულირება და აი ვეუბნები, რომ დამიწერეთ, რომ წყალი არ მოდის, აი ესე. პრობლემის ფორმულირებას მნიშვნელობა აქვს რა, რომ გავიგოთ, არა ჩვენ ამას ვაკეთებ, არა, პრობლემა რა არის, ძალიან მკაფიო თუ აღწერ, დაახლოებით 70% იცი მე უკვე რა უნდა გააკეთო. ხო და მე აქედან იწყება, მე როგორ გააკეთო, ასე შემდეგ წაყვი ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს, რასაც სტრატეგია ქვია ბრენდის, აქვს რამდენიმე ნაწილი. პირველი არის ფუნქციონალური ნაწილი, ანუ რა პროდუქტი ან რა სერვისია, რას აკეთებს, როგორ აკეთებს, რას დავაზობს. ტექნიკური ამბავი. არ არის აუცილებელი რომ ტექნიკურად წერო, მანდა მაინც ისე მშრალად, აქაც შეგიძლია ესე კარგად იმას ქნა. მერე არის რაციონალური ნაწილი, რა ღირს ეს ყველაფერი და კიდე რასარგებელი მოყვება, ხო? თქვათ შემდეგი მომსახურება ისა რაღაცა ბენეფიტები ეგრეთ წოდებული, ანუ სარგებელი კიდე რა არის, ხეირები. მერე არის ემოციური ნაწილი, სადაც უკვე შენი ფილოსოფია რა, მამოძრავებელი იდეა, მისია, ხედვა რაღაცები, რაც უკვე აი სულს თაბერავს აი ამ ყველაფერს. მე ვიძახი რომ ბრენდი არის ადამიანი, ხო? ეხლა მანამდე რაც ჩამოთვალე, ეს არის ძვალი, ტყავი, რავი, ხორცი, ისა. მერე უკვე არის პიროვნები, ეს ემოციური ნაწილი, რა ფსოფხედველობა აქვს, რა ფილოსოფია აქვს. მერე არის უკვე საკომუნიკაციო, სახელმძღვანელო, როგორ ვეკონტაქტები გარე სამყაროს. ტონი როგორი მაქვს, რა სიტყვის ხმარობ, რა მესიჯებს ვაგზავნი, რა გზავნილებს ვაგზავნი. მერე არის ჩაცმა დახურვა, როგორც მე ვეძახი, ანუ ვიზუალური იდენტობა ბრენდის და მერე ეს ყველაფერი ერთად არის შეკრული. მაგრამ ეს ყველაფერი იწყება პრობლემიდან, იმიტომ რომ ბრენდმა უნდა გადაჭრას პრობლემა. თუ ბრენდი ეგრეთ წოდებული ბრენდი შემოდის მორიგი რაღაცა სახაჭაპური ან მორიგი რაღაც აპლიკაცია, ასე არ გამოვა შეხვალ საფასო ომში და არ გექნება პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა ვიყიდო შენგან. იცი რა არის, რაც ჩამოთვალე ეხლა სტრატეგიულ ნაწილში და მთლიანად ბრენდის განვითარების ნაწილში, ეს გასაგებია. უბრალოდ აი ახლა რომ უგვისმენენ, საკმაოდ ვრცელი პროცესია, ხო? ეს არ არის მარტივად ჩამოსაყალიბებელი პროცესი. როგორ შემიძლია, არა, ჩამოვაყალიბებ ეხლა ერთი წუთი. მიღირს თუ არა რესურსის ჩადება და დროის ჩადება ამ ყველაფერში. თუ შემიძლია გავტესტო და მარტივად წავიდე. ჯერ ეს ერთი მთავარი რესურსი რა არის? ეს არის ფიქრი, ხო? ბრენდინგი არის ფიქრის სტრუქტურირება. პირველი ნაწილი საპროექტო, ხო? თუ არ იფიქრე და არ მოიფიქრე, რომ ვინ ხარ, რა ხარ, რა საკეთებ, რა პრობლემას წყვეთ, მაშინ საერთოდ საით მიდიხარ, როგორ მიდიხარ, ხო? იმიტომ ეს შედეგი რო გვაქვს, ხო, ბაზარზე, რომ უმრავლესობა დაფუძნებული კომპანიებისა მალევე გვტებიან, იმიტომ რომ არ არის ამაზე ნაფიქრი და მიღირს რას ნიშნავს, თუ არ იფიქრე, ესე იგი არ იცი, ხო, სად რას როგორ და რანაირად აკეთებ. ეს არის უპირველესი და უმთავრესი რესურსი. მაგრამ მე რო ჩამოთვალე ესე დაყოფილად, ხო, პირდაპირ ვიტყვი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ოი მე თავის საზიანოთ ლაპარაკობს. თუ არა გაქვს ფულადი რესურსი, რომ თქვათ კონსულტანტი, სტრატეგი დაიქირაო, შეუნდა დაждდე და იფიქრო რა. მადლობა ღმერთს, ლიტერატურა ხელმისაწვდომია რა, ქართულ ენაზეც, ინგლისურ ენაზეც, მაგრამ ბრენდინგი საიდან მოვიდა? ბრენდინგი მოვიდა ადამიანების ცხოვრებიდან. ვიღაცამ დიდი ხნის განმავლობაში დააკვირდა, რომ ადამიანის სიტყვას თუ იძახის და ასრულებს, ეს კაია. და ამ ადამიანს, ამ კაცს, ამ ქალს პატივს ცემენ. რეპუტაცია აქვს.
სიტყვის ადამიანის, ხო? აქედან მოვიდა და რავი, დაჯდე უნდა და მოიფიქრო მინიმუმ, მაგრამ ეს სტრუქტურა შეიძლება ვრცელია, მაგრამ რო დააკვირდე, აუცილებელი არ არის. ხო? რო აი რა პროდუქტს ვაკეთებ, რა სერვისს ვაკეთებ, რანაირად უნდა იმუშაოს. აი მომხმარებელს რა მოეწონება. აბა შენთვის თუ ვაკეთებ, კარგად იყავი, ხო? ადამიანები გაითვალისწინონ და თუ ფულადი რესურსი შეზღუდული გაქვს, ხო? ხა არავის არაფერს არ ვტენი, მაგრამ ვამბობ, რომ თუ სადმე ფული უნდა ჩადო, პირველ რიგში აქ უნდა ჩადო ფული, რომ ჩამოყალიბდე, იმიტომ რომ პროდუქტს ამ მომსახურებას, რომ განსაზღვრავ როგორი უნდა იყოს. ხო? მერე უფრო გაცილებით ნაკლები დანახარჯებით ქმნი ეგრეთ წოდებულ პროტოტიპს, ანუ მინიმალურ მუშა პროდუქტს და მერე უკვე იმას ტესტავ. ხო? ის უკვე სატესტოდაც უნდა მოამზადო. რაღაცა ასე თქვა შეთითხნო და შეაკოწიწო და გააგდო ბაზარზე ეგრე არ არის. ის სატესტო პროდუქტიც მოსამზადებელია და მომსახურებაც, რომ მერე კარგად დატესტო. და ეს ყოველთვის აუცილებელია. იმიტომ კი არა რომ რესურსი არ გაქვს და რაღაცა. ეს ჩვენთან აი ქართულ ბიზნეს კულტურაში სამწუხაროდ ეს ნაწილი საერთოდ ამოვარდნელია. რატომღაც დამოკიდებულება რომ არა თუ რამე იდეა მოიფიქრე ამას რომ გაკეთება ამან ეგრევე უნდა იმუშაოს. ეგრე არ არის, უნდა გაიტანო ბაზარზე, დატესტო და მერე გააკეთო, ასე ვთქვათ, გამოსწორებები და შესაბამისად ნელ-ნელა დაიხვეწება მერე ბრენდი. ხო, იმიტომ რომ მე რასაც ვაკვირდები ამ სფეროში ვარ საბოლოო ჯამში და სხვადასხვა ბიზნესებთან რომ აქვს შეხება, არის საერთაშორისო ბრენდები, რომელიც არის შემოსული საქართველოში, რომელიც ატარებს ამ ბრენდინგის ნაწილს, მოდი ესე ვთქვათ, ჩამოყალიბებულია. ხო. უკვე არის 20-30 წლის კომპანიები, ქართული კომპანიები და არის სტარტაპები, ტექ სტარტაპები, რომლებიც უფრო ერკვევიან, აი მოდი ესე ვთქვათ, გვიანდელი მილენიალები და ჯენზი. აი ეს ხალხი უფრო ცდილობს თითქოს რომ ამ ბრენდინგის ნაწილში შევიდეს. იცი რა, სამწუხაროდ მე მგონია რომ უმრავლესობა ბრენდინგს აღიქვამს როგორც ვიზუალურ მხარეს. ეს ასე არ არის და სამწუხაროდ ამას ხელს უწყობს ზოგიერთი სპეციალისტიც, ბრენდინგი არ არის ვიზუალზე ფიქრი და მუშაობა, ბრენდინგი გაცილებით სხვა რამეა. ვიზუალური ბრენდინგი, კაი ჯანდაბას შეიძლება ესე დავარქვათ, მაგრამ ეს არის სულ ბოლო ნაწილი. ხო და ტექ სტარტაპები და საერთოდ ყველანაირი სტარტაპები და სიტყვა სტარტაპი არის პრობლემის გადაწყვეტის ძიებაში მყოფი კომპანია, თორემ მე მინახავს ადამიან, რომელსაც უთქვამს, რომ მე ჯერ სტარტაპი ვარ და აბსოლუტურად სტანდარტულ ბიზნეს რაღაც, კაფე გახსნა, ხვდებით? სტარტაპს თავის განმარტება აქვს და ეს ტექ სტარტაპები და საერთოდ სტარტაპები, ხო, ტექნოლოგიებზე მიბმულები რავი, თუ კი ვინმეს უფრო მეტად ჭირდებათ, მათ ჭირდებათ ეს ბრენდინგის სიღრმისეული პროცესი, რომ აი პრობლემა რა არის, როგორ გადავწყვიტოთ, მე როგორ მოვარგოთ ეს ყველაფერი იმ ადამიანებს, ვისაც უწყვეტავთ და ასე შემდეგ. ვიზუალური იდენტობის შექმნა, რაც უნდა ლამაზი და კარგი იყოს, ფონს ვერ გახვალ ამითი რა. მე როგორც ხვდები, ბრენდინგი ქმნის საბოლოო ჯამში პრობლემის გადაწყვეტის გარდა ნდობის საკითხს წყვიტავს. რეპუტაციის საკითხს წყვეტს, ანუ სწორი ქმედება, ეს არის თანმიმდევრული ბრენდინგი, ადამიანურ ერაზე რო ვილაპარაკოთ, სიტყვის და საქმის მუდმივი დამთხევა, რა თქმა უნდა შეიძლება იყოს შეცდომები, ჩავარდნები, მაგრამ თუ რეპუტაცია გაქვს, ეს ამას არიზამდა. ალბათ შეცდომა მოუვიდა, ხო? ეს თუ თქვენს, ესე იგი უკვე რეპუტაცია გაქვს, გენდობიან. ხო? ეს თუ მოუხშირე, მე რეპუტაციის არ გექნება. საბოლოო ჯამში მე სულ ამბობ, რომ ბრენდინგი ერთი სიტყვით რო ვთქვათ, არის რეპუტაცია, დადებითი რეპუტაცია. დადებითი რეპუტაცია რა, რეპუტაცია და იმიჯი რო განვასხვაოთ ერთმანეთისგან. იმიჯი არის შორიდან როცა აკვირდები ვინმეს ან რამეს და გექმნება საბეჭდილება და მოლოდინები, რეპუტაცია არის უკვე გრძელ ვადაში, რო ხარ ურთიერთობაში ამ ბრენდთან. ანუ ბრენდთან ურთიერთობის გამოცდილების შედეგია. ეს გრძელ ვადაში ყალიბდება, 1-ში, 2-ში და 3-ში და 5 წელიწადში არ ყალიბდება. აი, სულ ყალიბდება, მოდი ესე ვთქვათ, არასოდეს არ თავდება, სანამ ხარ საქმეში, ხარ ბრენდინგში. ხო, იმიტომ რომ ლოიალურობა რეპუტაცია რა, გენდობიან და მე თვალდახუჭული მოყვება რა. Loyalty beyond reason ქვია ამას, ანუ ლოიალურობა რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე. ბოლოს რო ვეღარ იძახი, ხო, აი რატო ირჩევა? აღავე ორჩა.
პოდკასტს აფინანსებს სამშენებლო კომპანია ტერმინი. თუ ოცნებობთ საკუთარ სახლზე და გაქვთ მიწის ნაკვეთი, კომპანია ტერმინი გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს სახლის პროექტირებიდან მშენებლობამდე. პროექტის მიყვანა ხდება თქვენთვის სასურველ კონდიციამდე, შავი კარკასი, მწვანე კარკასი და სრული რემონტით. თუ ეძებთ სანდო და ხარისხზე ორიენტირებულ კომპანიას, მიმართეთ ტერმინის. HR-ი მხოლოდ მაშინ გჭირდება, როცა ვაკანსია გაქვს. კომპანიების უმრავლესობა HR-ზე მხოლოდ მაშინ ფიქრობს, როდესაც ახალი ვაკანსია ჩნდება. შედეგად ჩქარობენ, ირჩევენ არასწორ ადამიანს და პროცესი ახლიდან იწყება. ყოველი შეცდომით აყვანა, ეს პირდაპირ ფინანსური ზარალია. დაკარგული დრო, ახალი რეკრუტინგის ხარჯი, თანამშრომლების მოტივაციის ვარდნა. HR სისტემა, რომელიც მხოლოდ ვაკანსიის შევსებაზეა ორიენტირებული, პრობლემას არ წყვეტს. ის მათ აგროვებს. ფიფლია გეხმარება შექმნა სისტემა, სადაც სწორი ადამიანები სწორ პოზიციებზე ხვდებიან, სანამ თანამშრომლების გადინება ბიზნეს ზვირად დაუჯდება. რომელი კომპანიის ბრენდინგი მოგწონს დღეს საქართველოში? საქართველოში? ნუ რა ვიცი. არის რამდენიმე კომპანია, მაგრამ ეხა ამის ახსნა შორს წაგვიყვანს რატომ და როგორ რა. ამიტომ აი რა არის განმასხვავებელი ნიშანი ამ კომპანიების? იცი რა, აი ნახეთ დაფუძნების თარიღები და ვინც დღემდე ცოცხალია და თქვათ აი 90-იანების დასაწყისში, ანუ დამოუკიდებლობასთან ერთად დაიბადა. ხო, ის ბრენდები არიან წარმატებული ბრენდები, მაგრამ ზოგმა არ იცის, რომ ბრენდია. მაგრამ ბუნებრივად თავის გულის ნადებს მიყვება. ხვდებით, ეგეთი ბრენდებიც არსებობენ. არ მინდა ხა დასახელება რა, იმიტომ რომ შორს წავალთ, მაშინ ისიც უნდა თქვა, ესეც უნდა თქვა. არსებობს, იმიტომ რომ სიტყვა ბრენდინგი შეიძლება დღემდე არ იცის, მაგრამ ადამიანური ლოგიკა ამოძრავებს, რომ მე რასაც დავპირდები ადამიანებს, უნდა გავაკეთო ესმის, რომ მომხმარებელი ან მისი მუშტარი არის მნიშვნელოვანი ადამიანი, იმას პატივი უნდაცე, ამისთვის ყველაფერს აკეთებს და დღემდე არის ბაზარზე, ცოცხალია. ხო? ამას ესე იგი თუ ესე მიზანმიმართულად არ მართავ, მე ვეძახი თვითნაბად ბრენდებს რა, რომელიც რაღაც ლოგიკას მიყვება. ესეთი ბრენდებიც არიან, შეიძლება ეს ძალიან არ ჩანან და რაღაცა სასწაული კამპანიები არ უკეთებიათ, მაგრამ ბარეორზე რო ჩანან, იმაზე მაგარი ბრენდები არიან. ხო, ნაღდია და რაც მოდის. ხო, ნაღდია და მიყვება აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც დაუდგებათ ხოლმე ის მომენტი, რომ ეხა საწავიდე, იმიტომ ვიარე, მაგრამ რაღაცა მაკლია, ეს განცდა უჩდებათ ხოლმე რა. იმიტომ რომ თითქმის ყველა ასეთ ბრენდთან მქონია შეხება. ხო? და ნუ ხა დღეს დანარჩენები ხო ვისაც რესურსი აქვს დიდი, ხო დიდები ვინც არიან ყველა ინდუსტრიაში, მეტნაკლებად ცდილობს ამას. ნამდვილად ვერ წაართმევ, მაგრამ ნუ აი რას აქცევს ყურადღებას, როგორ უფრო კომუნიკაციის წარმოებას ცდილობს, ვიდრე აი ჭეშმარიტი ბრენდინგი რაც არის, იმიტომ ბრენდინგი არის შიდა ბრენდინგი და გარე ბრენდინგიც რა. და ცოტა უფრო ღრმა არის რა, მაგრამ ნუ რა შედარებაა, თქვათ წარსულწლებთან და შედარებით რა. აი რადგან შიდა ბრენდინგ შევეხეთ, არსებობს ესეთი დასახელება, არ ვიცი სწორედ ვიტყვი თუ არა, employee branding-ი. ანუ თანამშრომლების ბრენდინგი. employee branding-ი, ხო? ხო. კი. და ეს მე რასაც ვაკვირდები, მაქსიმალურად ცდილობენ მაგალითად ამერიკაში თანამშრომლები გაინფლუენსერონ. პერსონალური ბრენდების შექმნა თანამშრომლებისგან, მაგრამ ეს ბოლო ეტაპია. იმიტომ რომ იქამდე რა გვაქვს? იქამდე გვაქვს სტრატეგია. მოდი აქედან დავიწყოთ. ჩვენ ქვეყანაში ეს ძალიან არასწორად არის გაგებული რა, რომ ეს employee branding-ი არის რაღაცა კამპანიის წარმოება, რომ მოდი ჩვენთან და CV-ები შემოიტანეთ. რაღაც ესე გაიგეს რატომღაც. იმიტომ რომ არის რა, რამოდენიმე ძალიან კაი ხმაურიანი კამპანია, თქვათ ეხა ვინც მახსენდება, რაღაც ლუდის ბრენდია რა, რამოდენიმე არ მინდა დავასახელო, ეხა რაღაც ისინი არ დავასახელე, ამას რო რაღაც, მაგრამ თანამშრომლები, ანუ employee branding-ი, ანუ დამქირავებლის ჯერ ეს ერთი და არა თანამშრომლების, დამქირავებლის ბრენდინგი ქვია, კომპანია როგორც დამქირავებელი, ხო? მაგრამ ეს ხო ძირითადი სტრატეგიიდან მოდის. მე რო ასეთი ბრენდი ვარ, შიგნი რას ვაკეთებ? ხო? იმიტომ რომ ნომერ პირველი მომხმარებელი ყველა ბრენდის, კომპანიის თანამშრომელია.
ნომერ პირველი აღმასრულებელი და მათი ქცევა არის მე იმ ბრენდის ქცევა ხალხის და საზოგადოების თვალში. ამიტომ ჯერ ყველა ვარიანტში ყალიბდება სტრატეგია. აი მოდი ახლა ჩვენ ჯერ employee branding-ი გავაკეთო და სტრატეგიას მე რანაირად მიუბრუნდები მე. ეს ნიშნავს რომ შვილი დაიბადა ჯერ და მამა არ არსებობს ან დედა. გამორიცხულია. აი ამ სტრატეგიიდან მე გამოდის ის ნაწილი, რომელსაც ქვია ფიქრი იმაზე, თუ როგორ ჩანვართ ჩვენ, როგორები ვართ ჩვენი თანამშრომლებისთვის. ხვდებით? ეს არის ეს employee branding-ი. ანუ რას ვთავაზობ? ხელფასის და რაღაცა სტანდარტული რაღაცეების გარდა. ზრდის შესაძლებლობები, გარემო, დელეგირება, არ ვიცი, რა ვიცი, ყველაფერი, ხო? და მე რა თქმა უნდა ჭკვიან ბრენდებს ესმით, რომ ნომერ პირველი, ვისაც ჩვენ ვეძებთ, რამე რო გვაინტერესებს, ხო? მით უმეტეს საქართველოში. ვინმე შინაური ხო არ აყავთ იქ, რო ვიძახით, ხო? ვინ არის? თანამშრომელია, ხო? ამიტომ მას უნდა რომ ამ თანამშრომელმა კარგი ამბავი გაიტანოს გარეთ. ხო? ნაცნობი გამყიდველის ეფექტია რა, ხო? ეს საბჭოთა დროსაც განსაკუთრებით იყო, რომ საშენო არ არის ეს. მეც ყავს ესეთი რო არ ატანდნენ რაღაცას, ხო? ეს რო არ მოხდეს რა. და მე როცა ხედავთ რომ ამ კომპანიაში ბჭო არ ვიცი ფინანსებში ეს ტიპი იმათია ლოჯისტიკაში ეს ანუ ეს მაგარი ბრენდია ესე იგი თუ ეს ხალხი არის სპეციალისტები ვისაც მედია ეკითხება ვიღაცა ეკითხება პოდკასტში პატიჟებენ სადღაც ეძახიან ხო და რა თქმა უნდა ეს ბრენდს ამყარებს და აძლიერებს რა და სწორედ ამიტომ ცდილობენ რა და რა თქმა უნდა ეს არის ისიც რომ სადამდე უნდა გაუზარდო ადამიანს ხელფასი რამდენი ნაბიჯი წინ უნდა წაწიო ხო ეხა რეზინის ხო არ არის ერთ ადგილას 9 კაც ხო არ დანიშნავ მაგრამ ის რო არის პერსონალური ბრენდი და შენი დახმარებით ხდება მეტად არის შენი მადლიერი ნაკლებად მიდის და ამ თავისი პერსონალური ბრენდებიდან დამატებით სარგებელს იღებს ემოციურს პირველ რიგში იმიტომ რომ ცნობილი სახეა რა რაღაც ავტორიტეტია გავლენა აქვს და რა თქმა უნდა მატერიალურსაც რა და საბოლოო ჯამში ახლა ეს უნდა ვთქვა აუცილებლად აი თავის დროზე 90-იანი წლების დასასრულს 2000-იანების დასაწყისში პირველი კომპანია ღვინის კომპანია რომელმაც აი ამ ბრენდინგს და მეტნაკლებად ნაფიქრ ქმედებებს მიმართა ეს არის კომპანია GWS ანუ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია და ეს თავისთავად მოხდა, რომ იმდენად რაღაცნაირი გარემო იყო, რომ თითო განყოფილების წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად ინფლუენსერები იყვნენ, რა, გავლენიის მქონე ექსპერტები, რა. და მე მგონი დღემდე თუ ვინმე GWS-ში ნამუშევარია, სხვა ღვინის კომპანიას ის ურჩევნია, რომ დაიქირაოს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, გაბაზრებული იყო, რომ აქ ძალიან დიდი ცოდნაა, იმიტომ რომ ჩვენ მე მუშაობდი იქ და პერნო რიკარდმა შეისყიდა ეს კომპანია ნაწილობრივ და პერნო რიკარდი არის უშველებელი ბრენდების პატრონი მსოფლიოს მასშტაბით და ძალიან დიდი ცოდნა შემოვიდა. და შესაბამისად რა თქმა უნდა ყველას ერჩივნა, ხო? აი ეს ამბავია რა და რაც უფრო ძლიერია შენი თანამშრომელი, უფრო ცნობადია, მით უფრო უკეთესია რა, რომ ბალანსი დაიცვა. ხა მე ზოგი ამბობს, რომ ეხა ეს თუ გაიზარდა, გადიდა და წასვლა დააპირა, ხო, მაგრამ ის ყოველთვის შენი ელჩია. კი. ვიღაცა ოდესღაც წავა, მაგრამ GWS-ში ნამუშევარი 30 წლის მერეც GWS-ში ნამუშევარია და კიდე იმ კომპანიაზე მუშაობს ეს სახელი და ამ ადამიანის ქმედება რა. გეთანხმები აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე ეგრე ვარ ჩამოკიდებული კონკრეტულად საქართველოს ბანკზე და სოლოზე, იმიტომ რომ პირადად ვმუშაობდი და სოლოს ბრენდის პირველივე დღიდან, როდესაც ეს ლაუნჯები შეიქმნა, აი ბრენდი ვიგრძენი მან 21 წლის ასაკში, იქამდე სხვა ბანკში ვმუშაობდი, ვიგრძენი რომ რას ნიშნავს, ანუ პატივს რო გცემენ როგორც თანამშრომელს. მოდი აი მაქედან დავიწყოთ ჯერ. ხო, თუ მასე იყო ძალიან კაი. ხო, ეგეთი შეგრძნება მქონდა მე წლების განმავლობაში, სანამ მათ ვმუშაობდი და მე შე როგორ იქცეოდი მე? მე შესაბამისად ვიქცეოდი. გარეთ. გარეთაც შესაბამისად. კლიენტებთან. ხო, აი ეგ არის ზუსტად. და ძალიან დიდ პრობლემას ვხედავ რეალურად მაგაში დღესდღეობით ბიზნესში, იმიტომ რომ ეს ადამიანები, ჩემი კომპანიიდან გამომდინარე ვიძახი, ვინც მოდიან ჩვენთან, ვთქვათ, ხო, გასაუბრებაზე, რომ დამასაქმე და მე მინდა რომ ერთი კომპანიიდან მეორეში გადავიდე. მაგ პრობლემის წინაშე ვარ, რომ თანამშრომელს არ აქვს мотиваცია, რომ უბრალოდ ადგეს და წავიდეს კომპანიიდან. კონკრეტული მიზეზები არსებობს, მაგრამ
პირველი არის აი ეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ ამის შედეგიანობა. ხო, მაგრამ ეს ყველაფერი სადამდე დადის. ეს თანამშრომლები ვისგან მიდიან? კედლებისგან მიდიან, შენობისგან მიდიან, ადამიანებისგან მიდიან, ხო? მათი ზემდგომები, იმის იქით, იმის, ანუ რა გარემოც შეიქმნა. ძალიან ხშირად არის, რომ ადამიანები საუბრობენ, რომ აი რაღაც ბრენდის კულტურა და ორგანიზაცია და რაღაც მითიუმცნებად აღიქვამენ. ბრენდის კულტურა და ორგანიზაციაც ეს ყველაფერი ადამიანები არიან. და შიდა ბრენდინგი სწორედ ის არის, რომ ადეკვატურად იქცეოდეს. ხო? ჯერ ესეთი ეგრეთ წოდებული basic ძირითადი ამბები დაცული იყოს, შეურაცხყოფის არ ბიყენება, პატივისცემა რაღაცა და მერე კიდე იმის იქით რა უნდა გააკეთო თანამშრომლისთვის. ხვდები? ეს არის შიდა ბრენდინგი და არა არიქა მოდი რას გახვედრებ. ხო უნდა მითხრა ეგ. და თუ ეს გარკვეულია და იქ უსაფრთხო ფსიქოლოგიური, ფიზიკური, მენტალური და ყველა ასეთი გარემოა, როგორც მინიმუმ ეს თანამშრომელი, ხო? წესიერად იქცევა. ეგრეთ წოდებულ ამერიკულ ტერმინს თუ ის გამოვიყენეთ, extra miles თუ არ გაივლის, იმ სამუშაო საათებში, ასე ვთქვათ, თავის მოვალეობას გადასარევად შეასრულებს რა. ეს ძალიან განსაკუთრებით ჩანს მომსახურების ბრენდინგში, იმიტომ რომ მომსახურების ბრენდის ხელშესახები რაღაც, სადაც ეხა აქ პროდუქტია ხელს დაიჭერხოთ, გასინჯა, ის ადამიანია, ვინც გემსახურება. ჩემთვის ხო სულ ამბობ ამას TBC ბანკი ჩემი პირადი ბანკირები იყვნენ ყოველთვის და თვალი არ ეცეთ 3 თუ 4 მყავდა ხმერე წინაურდებიან რაღაც და ყველა გადასარევი ბანკირი იყო ხო იმათ საქციელზეა მეწილად დამოკიდებული ჩემი აღქმა და დამოკიდებულება ხვდებით ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ ეს employee branding ესე არ არის და მე პირდაპირ გეტყვით რომ ზოგიერთ HR-ს ეს წqis და აუ ეხა ეს რაღაცებს ბოდიალობს მაგრამ შიდა branding-ის დეპარტამენტია HR დეპარტამენტი on human resources კი არა ადამიანზე ზრუნვის დეპარტამენტი იმიტომ რომ აღმასრულებელი ის არის HR არის ადვოკატი თანამშრომლის იმ სტრატეგიის ფარგლებში რაც არსებობს და ის მუდმივად ზრუნავს, რომ ეს ადამიანები იყვნენ კმაყოფილები და თავს გრძნობდნენ კარგად. ყველანაირი თვალსაზრისით. ფიზიკურად, მენტალურად, მატერიალურად და ყველანაირად, რა. და მაშინ გარკვეულია კიდევაც და მოლოდინებით სწორია, რომ მე აი ამას რო ვაკეთებ, ამას ვიღებ და აი დავიჩაგრე და რაღაცები არ ხდება, ხვდები? და შესაბამისად მე ქცევა ბრენდის, რომელიც გარეთ გადის, არის თანმიმდევრული, ადეკვატური და ეს აისახება. ეხლა ყოველთვის ვიძახი, რომ ბავშვი ოჯახის არკეაო რო იძახიან, ხო? თანამშრომელი არის კომპანიის და იმის რა ქვია, ბრენდის სახე. კი. გეთანხმები აბსოლუტურად. ბოლოსკენ წავიდეთ. პრობლემა რაში გვაქვს? მენტალობაში, აღქმაში, იმის სოდნაში და გააზრებაში, კარგად გააზრებაში, რომ ბრენდინგი რა არის. და რომ ეს შიგნიდან გარეთ იწყება და ელემენტარულში რა პატივისცემაში მე ხელფას უხდი ძმაო და აბა რა ეგრე უნდა იყოს ეგრე არ არის მით უმეტეს ამ ახალ თაობასთან კარგად უნდა გავიაზროთ რამოდენიმე რამე ერთი რომ ბრენდს როცა ვქმნით ამ ბრენდის უკან დგას ამ პროდუქტი არ მომსახურება ან კიდე რაღაც ხო იმიტომ ბრენდი შეიძლება იყოს ყველაფერი და ეს ბრენდი მიმზიდველი უნდა იყოს მომხმარებლისთვის, იმიტომ კი რომ ლამაზია, იმიტომ რომ პრობლემას უწყვეტს და ეს სულ უნდა მოხდეს და ამიტომ უნდა გავიაზროთ, როცა ჩვენ საქმეს ვიწყებთ, ჩვენთვის კი ვიწყებთ, ასე ვთქვათ, მაგრამ ვისთვის ვაკეთებთ, ის კაცი უფრო და ის ქალი მნიშვნელოვანია მომხმარებელი, იმას რა უნდა, იმან რატო უნდა იყიდოს ჩვენგან, ამაზე ფიქრით ვიწყებთ და სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ადამიანი მიუგდე რა, ერთი ის კი არ არის, ის არის ზუსტად ის, ვინც შენ ბრენდს აცოცხლებს, ანუ იხდის ფულს. ხო, ყიდულობ შენგან. ეს ერთი. მეორე, ის რომ ბედნიერი იყოს, უნდა გახსოვდეს, რომ თანამშრომელი უნდა გყავდეს ბედნიერი რა, რომ იმან ისე აკეთოს ის საქმე, რომ ის ბედნიერი იყოს. ხვდები? სიტყვის და საქმის დამთხევა კოლექტიური ქცევა არის თანამშრომლების რა. აი ეს ამბავია. და ეს ორი რაღაცაა რა. ანუ გაითვალისწინო სხვა შიგნით და გარეთ,
ხო? და არის ისა რა ქვია, ანუ ორ ბურთზე დგას რა, სხვისი გათვალისწინება და ეს დისციპლინა, რომ ამას მიყვე და არასოდეს არ დაგაუწყდეს და არ მოდუნდე რა. და მე ყველაფერი იქნება კარგად, იმიტომ რომ შეცდომებს რომ დაუშვებ და აუცილებლად დაუშვებ, ყველა უშვებს, გაპატიებენ. იმიტომ რომ რეპუტაცია გექნება, რომ ხო მართლა შეცდომა მოვიდა და გამიზნულად არ გაუკეთებია და უფრო შორს წახვალ რა. და რაც თავარია, იცი რა საით მიდიხარ, რისთვის არსებობ, რა უნდა გააკეთო და პრევენციულ კი არა, პროაქტიულ ფიქრში გეხმარება. ანუ კი რეაქტიული კი არა ხარ, რომ აი ეხა ეს მოხდა და აბა რა გავაკეთო. წინ ფიქრობ, იმიტომ რომ იცი სად მედიხარ და მე სხვას დაასწრებ, სხვაზე მალე, სხვაზე ჩქარა, პირველი გააკეთებ რაღაცეებს რა. ხო, მე რაც დავიჭირი არის რამოდენიმე კომპონენტი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გრძელვადიან სტრატეგიაზე არის დაფუძნებული ყველაფერი. ცოტა კი ასწრაფთა ეხა ყველაფერი, მაგრამ მაინც გრძელვადაში უნდა იყურო და მოკლევადაში უნდა იყო მაქსიმალურად მოქნილი, მაგრამ შენი იდენტობის, ფილოსოფიის და მრწამსის ფარგლებში. სახე არ უნდა დაკარგო. ხო. ტოტალური ტემუზაცია, ხო? აქ ახლა და იაფად და ვიღაცა ამბობდა რომ რაღა დროის ბრენდია და კაი როგორ არჩევ მეთქი იქ რო უკვეთავ. ხო და აქ დაბუქსავდა ადამიანი. იქაც რაღაცა არჩევდა რაღაცის, ხო აი მაშინ ეს რო გამოვიწერე რა. ანუ ასე ვთქვათ, ბრენდი შეიძლება სახე იცვალოს რაღაცნაირად, ნიშნულობები მისი არსებობის შეიცვალოს, მაგრამ ბრენდია რა. ხო ეს არის ის, რომელიც გეხმარება არჩევანის გაკეთებაში და დარწმუნებულად გამყოფებს იმაში, რომ არ დაგოიმდე. ძალიან მარტივად რო თქვა, იმიტომ რომ ეს დანაკარგის და არ გაგოიმებენ. ხო, ნუ არ დაგოიმებ. აი loss-averseness რა, ქართულად როგორ არის, არ ვიცი, აი ერთ-ერთი ადამიანის ისაა რა, რომ აი ეს არ უნდა, ეზიზღება ეს ამბავი, ხო? ეს არის ბრენდი. მაგ პრობლემას გიწყვიტავს, რომ არჩევანი გააკეთო მარტივად და არ დაგოიმდე. იმიტომ რომ ეს არის მომხმარებლის თავდაჯერებულობა, სხვანაირად რო თქვა ბრენდი, რომ ის სწორ არჩევანს აკეთებს და კარგად ჩანს. კი, ნამდვილად ეგრეა. პოდკასტს აფინანსებს სამშენებლო კომპანია ტერმინი. თუ ოცნებობთ საკუთარ სახლზე და გაქვთ მიწის ნაკვეთი, კომპანია ტერმინი გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს სახლის პროექტირებიდან მშენებლობამდე. პროექტის მიყვანა ხდება თქვენთვის სასურველ კონდიციამდე, შავი კარკასი, მწვანე კარკასი და სრული რემონტით. თუ ეძებთ სანდო და ხარისხზე ორიენტირებულ კომპანიას, მიმართეთ ტერმინის. HR-ი მხოლოდ მაშინ გჭირდება, როცა ვაკანსია გაქვს. კომპანიების უმრავლესობა HR-ზე მხოლოდ მაშინ ფიქრობს, როდესაც ახალი ვაკანსია ჩნდება. შედეგად ჩქარობენ, ირჩევენ არასწორ ადამიანს და პროცესი ახლიდან იწყება. ყოველი შეცდომით აყვანა ეს პირდაპირი ფინანსური ზარალია. დაკარგული დრო, ახალი რეკრუტინგის ხარჯი, თანამშრომლების მოტივაციის ვარდნა. HR სისტემა, რომელიც მხოლოდ ვაკანსიის შევსებაზეა ორიენტირებული, პრობლემას არ წყვეტს. ის მათ აგროვებს. ფიფლია გეხმარება შექმნა სისტემა, სადაც სწორი ადამიანები სწორ პოზიციებზე ხვდებიან, სანამ თანამშრომლების გადინება ბიზნეს ზვირად დაუჯდება. ფიქრობ, განსაკუთრებით ბიჭების ცხოვრებაში დედას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული როლი აქვს. კი, ესეა. მომიყევი დედაზე. ხო, არა, ეს იყო მთავარი ამბავი, თქვათ, იმის გამტარებელი, რაც დედაჩემსაც ფაქტობრივად მამამისის ამბები, ასე ვთქვათ, იმ ხალხმა გადასცა, ვინც მას იცნობდა პირადად და ნუ ბებიაჩემა, როცა ბაბუაჩემი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, მე არც გათხოვილა არაფერი და მოკლედ მისი ქმრის დანატოვარი მემკვიდრეობა, ეს მორალური, ეთიკური თუ როგორიც იყო, ასე ვთქვათ, ამით გააგრძელა ეს ყველაფერი და ნუ დედაჩემს ცოტა რთული ამბავი ჰქონდა ბავშვობა, უფრო მეტად ახსოვს. ვიდრე თქვა დეიდაჩემს მისდას, ეს იყო ის რომ ბაბუაჩემს სტალინური რეპრესიები, ასე ვთქვათ, შეეხო, მაგრამ ბოლომდე არა. აი რომ გიპირებენ, ხო იცი, დაჭერას. არა, დაჭერა, ან დახრეტა, ან რაღაცა, ხო იცი, რო არ იცი რა ელოდები და ცოტა რაღაცა შიშები დასჭებდა, რაც გამოყვა მერე, ასე ვთქვათ, ფეთიანი ხარ ესე მეგოდი და ნუ მე ხა ეს მერე რაღაცა ამით იცხოვრა, აგერო წინ უზივარ, თქვათ, და სადმე ტორმოზის ხმა შორს გაისმება, აუცილებლად პირველი ფიქრი იქნება, რომ მე ხوار ვარ იქ. მიხედავს რა თქვა. ხო, და რაღაცნაირი სტილი ჰქონდა
მაგალითად ესე ძალიან ესე ზოგმა რო იცის რომ ძალიან რო შეგაქებენ და რაღაცა ეს ის არ ქონდა და სულ მეგონა რომ რაღაცა გონი აი რაღაცა სათანადოდ არა და სულ იმის იცებას ვცდილობდი რომ აი კი მაგარია და რაღაც ის თავშეკავებულად იმაშვებოდა ამ ყველაფერს რა და ხო ნუ ძირითადი ეს იყო ეს პერმანენტული ეს ბაბა რო განათლება სწავლა ისა და მოკლედ იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბილად რო თქვა მარტივი ბავშვი არ ვიყავი მას მოუწია ასე თქვა თავისი საექიმო კარიერის გადადება და თავის დაანებება რომ მე მან და რამე საოცრება არ ჩამედინა და ასე თქვა სწავლა განათლება და ამბები იყო დედაჩემის და ჩემი ფიზიკური ასე თქვა მდგომარეობა ანუ სპორტი ისა იყო მამაჩემის რომ რაღაცა ენერგია ხო ის ყოფილიყავი რა აღზრდა მიმეღო სათანადო იმიტომ რომ დედაჩემს კარგად ესმოდა რომ სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რაღაც ბიჭი ვიყავი ეს მამაკაცური ამბავი ძალა რაღაცა დანარჩაიდოს რაღაცები იყო რა რაღაცები რომელსაც და არ ვიცი როგორ მაგრამ დედაჩემის და მამანო დედაჩემი ეს ყველაფერი გადადო მამაჩემი უხელესი რომ მუშაობდა და საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო ყოველთვის ახერხებდა რაღაცნაირად რომ ჩემთვის დრო ქონოდა რა არ ვიყავ ესე მორჩილა და ალბათ არც უნდა იყოს ჩემ შვილების ხასიათის გადატეხვას არ ვცდილობ მე მაგალითად რა როგორებიც არიან რაღაცა მიმართულებებს კი აძლევ მაგრამ ის რომ გამორჩილება და კი ბატონო და შენ შემოგელი ეს არ იყო მაგრამ მე რო ვთქვი რომ კარგი მოსწავლე არ ვიყავი ეს ერთია და ეს არ არის რომ მე უვიცი ვიყავი იმიტომ რომ იქ რაღაცა ცოტა წაიკითხე ცოტა რაღაცა ეს ამბები იყო მქონდა საყვარელი საგნები მაგალითად ყველაზე მეტად მიყვარდა ისტორია იმიტომ რაღაცნაირად ისე დაემთხვა რომ დედაჩემიც ექიმი იყო ის მუშაობდა ბალნეოლოგიურ ინსტიტუტში და მათი ასე ვთქვათ საქმიანობა მოიცავდა იმასაც რომ აი ბავშვებს რო დაგვითხოვდნენ იმ პერიოდში სკოლა არ დადაგები რო იწყებოდა ის სამთვიანი ექიმების ბრიგადა ექიმები მკვლევარები ისინი მიდიოდნენ არსებულ კურორტებზე სადაც იყო ეს წყალი და ამისთან კვლევა ხდებოდა თან იქ პაციენტების მიღება ხდებოდა და რა თქმა უნდა საქართველოს სადაც არ გაიხედა ყველგან რაღაცა ისტორიული ანძეგლი ამქვარი არ შენობა ახეა რაღაცა და ინტერესია ხო და ისე ემთხოვდა მაშინ საბჭოთა დრო იყო და რაღაც ეს ფულები იყო რა ეს სახელმწიფო ფულები და არ იყო რა ეს რაღაცა რთულად მოსაპოვე და ყველგან მიდიოდეს არქეოლოგიური ექსპედიციები რა და მე ძალიან კონტაქტური ბავშვი ვიყავი და იქ არქეოლოგებს დაუმეგობრდებოდი იქ იმას დაუმშენებლებს სადმე რამე თუ შედებოდა ისა და ეს არქეოლოგია რამოდენიმეჯერ შევესწავლი რამოდენიმე წელი ზედიზედ და რაღაცნაირად ძალიან მომეწონა და ის და მუშაობდი მეც რაღაცა იმით რაღაცები ვაკეთებდი და მე ისტორია რაღაცა და ეს კითხვა ისა იყო ხა რა თქმა უნდა არსებობს საქართველოს ხალხი ვინც ასაც ქვია მკითხველი ქვია მაგრამ მე ამას ვერ დავიბრალებდი მაგრამ რაღაცა ელემენტარიც რომ უიცი არ ყოფილიყავი ნუ ეგ იყო რა ესე იგი ჩემი იდეა ერთ-ერთი იყო რომ არ მომეწონა მეზობლის მანქანის ფერი რომელიც იყო რაღაცნაირი ცუდი რუხი ფერი სერი რო ამბობენ და იქვე რაღაცა სახლის ფასადის შეთეთრება თუ რაღაც მიდიოდა და კარგი ლამაზი სტაფილოსფერი ესეთი კასტში ესხა ბევრი ესეთი კირიანის აღებავ ერთად ბოლომდე რო არჩევაც კედლებს და ეს გადავღებე ეს მანქანა და ესეთი ჩემი ხელით მიდოდა ეს გამეკეთებია მაგრამ ეზოს ბავშვები მათ შორის ჩემი დაც იქ იყო და ნუ მე ამას მოყვა ის რომ მაგრად გავილახე მამაჩემი კიდევ გაგიშდა და ასე შემდეგ ეს ხუმრობით მაგრამ აი რასაც პროექტი ქვია და ჩემი იდეის გატანა არ დამჭირებია პირიქით ამ ადამიანისგან იყო შემოთავაზება და აბსოლუტური თავისუფლება მქონდა და ნუ ეხლა დღეს ხვდები რა თქმა უნდა ეს რატომაც გააკეთა რომ ბავშვისთვის მოეცა რაღაც სტიმული მაგრამ ეს იყო ადამიანი ვისთანაც აი ძალიან დიდი მასშტაბური პროექტი გავაკეთე მართლა არც მეტი არც ნაკლები ეს იყო მიხეილ თუმანიშვილი ჩვენი სახელოვანი თეატრის რეჟისორი რომელიც იყო ჩემი მეზობელი და მან რო ნახა რომ მე ხატვა გამომდიოდა და მიყვარდა მითხრა ერთ დღეს რომ შენო ეხლა მეო უნდა დამეხმარო და მე ვდგამო სპექტაკლ დონ ჟუანსო და მხატვრული გაფორმება შენ უნდა გააკეთო რამდენი წლის ხარ მაგ დროს მაშინ ვარ 9 წლის და 10-ის მაქსიმუმ მე ვთხარი რაზია ლაპარაკი მიშა ბაბუ ესე ვეძახოდი ნუ აი ესთვის ება მქონდა მე რა რომ ეს რა ცოტა
ვიცი ნაგლი რაღაცა. კი მე ვთხარი. გაზია ლაპარაკი და ოდეხა ეს თუ ისე არ მომხდარა ჰაერიდან მიშა ბაბუს თეატრიდან მოქონდა ფორმატები სახატავი, მაშინ ხო არაფერი არ იშოვებოდა ხოლმე. კარგი ფანქრები, რაღაცები, გიფსის ცხვირი, ყური, დახატე, რაღაცას მავალე. თვითონ ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, ხის ფესვებს აგროვებდა, რაღაც ფორმატ უქონდა, ზარებს და რაღაც საოცარი კაბინეტი ჰქონდა და მოკლედ დავჯექი და სერიოზულად ვიმუშავეთ ამ პროექტზე. თავიდან ბოლომდე ყველა სცენა გავხატეთ. რა თქმა უნდა, მიხეილ თომანიშვილი ჩემი მეძე არ იყო და იქ კორიფეები ყავდა თეატრში. ხა იქ უშუალოდ იმ ცუთას ვინ აკეთებდა ამას არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის რომ პრემიერის დღეს რა თქმა უნდა დაპატიჟა, სულ პატიჟებდა ხოლმე და ეს გაკრული ქონდა, ასე ვთქვათ, ფოიეში კედელზე, რომ აი რაღაცა ისა და ეს პროექტი ძალიან ისე ჩამრჩა რა, ძალიან მაგრად და ეხა დღევანდელი გადმოსახედიდან ანალიზს რო უკეთებ, უბრალოდ ფიქრობ, რომ აი როგორი ადამიანი იყო, რანაირი ადამიანი იყო, რომ აი რაღაცა ესეთი გავლენა, ესეთი სტიმული რომ მოახდინა ხა. იმ მომენტში მიშა ბაბუ იყო რა, ჩვეულებრივად, ეხა მე არც მისი რეგალიებს ვაცნობიერებდი, არც არაფერი, მაგრამ ეხა ალბათ იმასაც ხო ფიქრობდა, რომ დღეს ხომ ვიცი ის ვინ იყო და აი ამისთვის რომ მოიცალა, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩვენ სადარბაზოსთან მუდმივად ვიღაცეები, რომლებიც ელოდებოდნენ მიხეილ თომანიშვილს, რომ ბავშვი ნახე, შეაფასე საქმე გქონდა და მე ამ დროს კაბინეტში გამოჭიმული რაღაცებს მუშაობ დავცალია ეხა და რაღაცა და რა თქმა უნდა ამ მთელი პროცესის გამახალისებელი და წარმართველი და ასე ვთქვათ, სიცოცხლის შემტანი იყო ქალბატონი ლეილა გერმანოვნა, მისი მეუღლე, საოცარი ქალბატონი. საბჭოთა დროს ესეთ წესები იყო, რომ 6 წლამდე ცურვაზე ბავშვს ვერ მიიყვანდა. ხა. ნუ 6 წლიც უნდა იყოს რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საჭყუმპალაო და რაღაცა, მაგრამ ამათ შემათხო, რომ ასე ვთქვი, ხა მე რა სადველოდო ამ ამბავს და 5 წლის ვიყავით 4 წლის, მან ასე ვთქვათ, საბჭოთა სისტემისთვის შესაფერისი გზებით მოახერხა ის, რომ მე მიმიყვანა ცურვაზე და არასოდეს არც ის კაცი დამავიწყდება სხვათა შორის სახელი, მამის სახელი და ბარი მახსოვს მარკ ნაუმოვიჩ ფრიდკინ იყო ესეთი ებრაელი კაცი ცურის მასწავლებელი საიმის ბასეინზე დღემდე ვარ მადლიერი მისთვის და მამაჩემისაც იმიტომ რომ მე ძალიან კაი ცურვა ვიცი და ძალიან მიყვარს ეს ამბავი და რო წყალთან ძალიან ისე ვარ რა კარგად გზნობ თავს და იქიდან მოყოლებული უკვე მე არც იმაშვებოდა რა ზღუდავდა თქვა და ფეხბურთი მინდოდა, კალათბურთი მინდოდა, ეს მინდოდა, ის მინდოდა, მოვლილი მაქვს ყველაფერი რა. და ნუ საბოლოო ჯამში მე ასე თქვა სარაგბო ტერმინი რო ვიხმარო, რაგბით მოვიწამლე რა და აქ გავჩერდი და დავფუძდი და სანამ ასე თქვა სპორტსმენი ვიყავი რაგბიში. ანუ რაგბიდან ბრენდინგამდე გზა როგორ მოხდა, როგორ მოიწამლე მე უკვე ბრენდინგით. ნუ ჯერ ესეთი აი მაშინ ხა ის პერიოდი იყო რომ ორი კინკილა გუნდი იყო სულ რაგბი არ იყო ესეთი პოპულარული და ამდენი ადამიანი არ იყო მე ძალიან შემთხვევით მოხდი ცხონებული გურამ მოდებაზე იგივე ბურჯგლას ამბავი ჩემი მეგობარი ოთო ხუნდაძე დადიოდა რაგბიზე იმიტომ რომ მისი ბიძა იყო მორაგბე და მე რაღაც შეხება ქონდა თუ არ ვწდები თუ სწორად მახსოვს მაშინ თბილისის ერთადერთ გუნდთან უმაღლესი ლიგის თბილისის ლოკომოტივთან და რაღაცა იმან მიიყვანა მე მეც მითქა რაღაცა და მე ამ ამასობაში რომ მივიდე არ მივიდე აი აქ გამოჩნდა გურამ მოდებაძე რომელიც ცნობილია აი ამ თავისი ასე ვთქვათ ესეთ სლენგი რო ვიხმარო დავერბოვკებით ადამიანების რაგბიზე და მოკლედ ასე მოუხდი შემთხვევით რა ჩემ მეგობარი იხსენებს რომ ბებია ჩემი რაგბისო დღემდე ესა სანამ ისა ვერ გამოთქვამდა და ბრაგვი იძახოდა რა და მართლა რაღაცა გაუგებარი სპორტი იყო რომ მივედი სახში თქვი რომ რაგბიზე უნდა რეგბიზე უნდა ვიარო თქო მაშინ რეგბი იყო რუსული გავლენით მამაჩემმა არც იცოდა წესიერად ეს რა სპორტი იყო მიუხედავად იმისა რომ ძალიან მოყვარული იყო უყურებდა რაღაცა ორჯერ ქონდა მოკრული თვალი სადღაც ლოკომოტივი და ესე მოუხდი რა და ამიტომ აი ეს გაჭირება რო იყო რომ ხალხი გვინდოდა სულ და გვაკლდა და დიდი ბიჭები და ჯანიანები და რაღაცები რაღაცნაირად ეს ტერმინი დამკვიდრა რომ მოვწამლოთ რაგბით რა იმიტომ უნდა მოგეწამლა ტიპი რაღაცა განსაკუთრებული უნდა შეგეთავაზებია იმიტომ რომ მაშინ მოდაში და პოპულარული სხვა სპორტები იყო ეს იყო ფეხბურთი რა თქმა უნდა ეს იყო წყალბურთი სხვათა შორის
იმიტომ რომ მაშინ აუზები და ის პრობლემა არ იყო და წყალბურთი შესაბამისად ძალიან ტიტულოვანი სპორტია რა, ძალიან ქართველი არის პელე ბოლო-ბოლო თავი რო დაანებო პეტრე მშვენიერაძე, ხო, ფეხბურთში რაც პელეა, ის არის წყალბურთში და კალათბურთი და აი სამი სპორტი იყო, ნუ ძალიან ისა და მე იქ იყო რაღაცა კრივი ესენი ჭიდაობა, რაღაცები იქით, მაგრამ ეს რაგბი ვერ იყო რა და ამიტომ რაღაცა ხო ძალიან ის გჭირდებოდა და აქედან მოდის ეს ტერმინი მოწამვლა და თუ მოიწამლებოდა ეს ნიშნავდა რომ всё თავგადაკლული სიყვარული და უკვე მე რაღაცა სექტის წევრი ხდებოდი რა ეს განსაკუთრებული ამბავი იყო და დღემდე ესე არის და ნუ მე ეს გადმოვიტანე ასე თქვა თქვი რომ ბრენდინგით მოვიწამლე იმიტომ რომ ესე ძალიან შემიყვარდა და სიღრმეებში შევედი და დავაკომპენსირე ყველა ის შეცდომა და მიქარვა რაც რაფში გავაკეთე და ის ბოლომდე ისე ვერ ვითამაშე თქვა როგორც შემეძლო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე საკუთარი თავი მკაფიოდ დავინახე რისი კეთება მინდოდა როცა ვიყავი კომპანია GWS-ში ანუ GVS-ი როგორც ეძახიან ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია. აი იქ რომ მივედი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარო და შეხებაში ამ პოზიციაზე ერთი შეხედვით ამის კეთება რომ დავიწყე რაღაცები გამომიდა იქ ხარდაჭერა იყო იქ გუნდი დამხდა ისა მე მივხვდი რომ აი ეს ამის კეთება მომწონს თორე მერაზე ჩავაბარე და ვითომ რომ ეს მინდოდა ფინანსები და საბანკო საქმე ბანკში რომ დავიწყე მუშაობა მაშინ მივხვდი რომ ჩემი საქმე არ იყო რა ახლა რთულია იმას საქმეში განსაზღვრო შენ რა პროფესიის გინდა იყო რა და ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ჩემ სტუდენტებსაც ახალგაზრდებს თუ მეკითხებიან რომ არ შეგეშინდეთ თუ ჩათვლით საჭიროდ რომ უნდა შეიცვალო პროფესია რადგან ჩაბარებული გაქვს ნუ დარჩები შეიცვალე გადადი რა სუის მახსენდება მამა ჩემი ძალიან ხშირად მეუბნებოდა ხოლმე რომ აზე ლაპარაკობს საერთოდ აგერ ზურიკო ბიძაშენმაო 30 წლისამ ჩააბარა კონსერვატორიაში ანუ ჩემმა ბიძამ ზურაბ ჩიქოვანმა გადაწყვეტა რომ მუსიკალური განათლება უნდა მიიღო და ამას საბჭოთა დროს ეხა ეს როგორც დღეს ხდება ეს კი არა 30 თუ 25 თუ რა ვიცი ძალიან აი იმ დროისთვის ძალიან დიდ ასაკში ადგა და ჩააბარა კონსერვატორიაში რა ეს გაბედული კაცი იყო რაღაც ისეთი ხო რა ეს არის ადამიანი რომელმაც მე შექმნა იმ დროს ძალიან მაღალი დონის ოჯახური ანსამბლი ჩიქოვანების ოჯახი რომელიც დღემდე არსებობს ეხა ორი მთავარი წევრი ასე თქვა დედმამა ამ ოჯახის აღარ არიან მაგრამ დაძმა არიან და ასე თქვა ღერიან ამ ადამიანმა თქვა რომ მე ხა ესე ოჯახი დაოჯახით ვიმღერებ კი აკაი მაგრამ ფუნდამენტურად უნდა მივიღო ეს განათლება და ადგა და მიიღო რა და ამიტომაც ხა მე დიდი სპეციალისტი არა ვარ მაგრამ ვინც არის მათგან მომისმენიან რომ ეს არ არის უბრალოდ ოჯახი რომელიც ღერის ეს არის მაღალი პროფესიონალიზმის სასიმღერო კულტურის მუსიკალური კულტურის მქონე ოჯახური ანსამბლი. პოდკასტს აფინანსებს სამშენებლო კომპანია ტერმინი. თუ ოცნებობთ საკუთარ სახლზე და გაქვთ მიწის ნაკვეთი, კომპანია ტერმინი გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს სახლის პროექტირებიდან მშენებლობამდე. პროექტის მიყვანა ხდება თქვენთვის სასურველ კონდიციამდე, შავი კარკასი, მწვანე კარკასი და სრული რემონტით. თუ ეძებთ სანდო და ხარისხზე ორიენტირებულ კომპანიას, მიმართეთ ტერმინის. HR-ი მხოლოდ მაშინ გჭირდება, როცა ვაკანსია გაქვს. კომპანიების უმრავლესობა HR-ზე მხოლოდ მაშინ ფიქრობს, როდესაც ახალი ვაკანსია ჩნდება. შედეგად ჩქარობენ, ირჩევენ არასწორ ადამიანს და პროცესი ახლიდან იწყება. ყოველი შეცდომით აყვანა, ეს პირდაპირი ფინანსური ზარალია. დაკარგული დრო, ახალი რეკრუტინგის ხარჯი, თანამშრომლების მოტივაციის ვარდნა. HR სისტემა, რომელიც მხოლოდ ვაკანსიის შევსებაზეა ორიენტირებული, პრობლემას არ წყვეტს. ის მათ აგროვებს. ფიფლია გეხმარება შექმნა სისტემა, სადაც სწორი ადამიანები სწორ პოზიციებზე ხვდებიან, სანამ თანამშრომლების გადინება ბიზნეს ზვირად დაუჯდება. მოდი ვისაუბროთ შენ გაქვს, ესე იგი, სწავლობდი შენს ამბებს და ბრენდი, ისევ მაინც ბრენდინგის გასაუბრებ ტრიადებ. შეიძლება არასწორად ვიძახი და შემისწორე, ბრენდინგი ისეთივე ძველი როგორც სამყარო. როგორც კაცობრიობა. როგორც კაცობრიობა. რა იგულისხმე ამ გამონათქვამში? იცი რა, კი არ ვიგულისხმე, პირდაპირ ვამბობ რა, იმიტომ რომ როცა ეს შენი რაღაცა საქმე გიყვარს, მე მიდიხარ სიღრმეებში, მე ჩდება რაღაცა ლირიული და პროზაული გადახვევები, მე რაღაცას პარალელებსავლებ და საბოლოო ჯამში დადიხარ იქამდე და მე მივედი იქამდე და მივხვდი და ეს ძალიან მკაფიოა, რომ როგორც ყველაფერი, ბრენდინგიც არის ასევე რაღაც გარკვეული დისციპლინა, რომელშიც ყველაფერი დადის ადამიანის გონებამდე და ტვინამდე.
და ეს ბრენდინგი არ მოსულა ჰაერიდან, რაღაცა გამოგონილი ამბავი არ არის რა, ვიღაცა მუხურა რაღაცას, დააკვირდა და მე ეს გადმოიტანა ბიზნეს დისციპლინაში და რას დააკვირდა, რომ ადამიანი თუ იტყვის რაღაცას და აკეთებს, ესე იგი სიტყვის კაცია ან სიტყვის ქალია, ხო? თუ ამბობს რომ მე ესე უნდა ვიარო და თანმიმდევრულად მიდის, ესე იგი იცის საით მიდის, როგორ მიდის, რანაირად მიდის. და პლუს ამას ადამიანი ესეთი დაიბადა რომ მას სურვილი აქვს რომ იყოს გამორჩეული და სხვა ქვეყნებს რო თავი დავანებოთ, ქვევრის პირებზე, აი მაშ პირველი წიწების მერე რო აღმოაჩინეს ეს პირველი ქვე, იქაც დატანილია დამღები ისენი რომ მე გავაკეთე ეს და ნიშანი და მეტი არა ეს პირველად, ანუ ფორმაა ბრენდინგის რა, ეკლესიებს აწერია ხო რომ ავიც ტაძარი ესე ააგო მონამამ ღვთისამ ამ ხევალმა ღვთისამ ვიღაცამ რატო აწერდნენ ხო რატო ამბობდნენ ანუ ჩემი გაკეთებულია რაღაც რაღაც კონკურენტული უპირატესობა აქ აი ხო ცნობილი მეყანწე ცნობილი მეღვინე ცნობილი მექვევრე ცნობილი მეთუნუქე ვიღაცა ეს დურგალი ვიღაცები იყვნენ და ეს რაღაც მე ბიზნეს დისციპლინამდე დავიდა რა ხა თვითონ ეს ისტორია რო წაიკითხო ბრენდინგის საიდან წამოვიდა ესე იწყება რომ ფილოსოფოსები რა თქმა უნდა ეს სხვადასხვა სკოლები მე ამ ფილოსოფოსებიდან წამოვიდა სტრატეგია ტაქტიკის ცნება მე ეს რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა საბრძოლო ხელოვნებაში აისახა და მე საბრძოლო ხელოვნება გადმოვიდა ბიზნესის კეთებაში იმიტომ რომ ესეც ბრძოლაა რა რომ ებძვი კონკურენტებს რა ტერი ყავს ისა ყავს ესა ყავს და ასე შემდეგ და ორი ესე თქვა ესეთი მნიშვნელოვანი ნაშრომი რაც მე წავიკითხე და აი რომ ვკითხულობდი მეგონა რომ ბრენდინგი და ამბავი ეს იყო ერთი სანსუ ძალიან მოკლე პატარა წიგნი ჩინური საბრძოლო ხელოვნება რომელიც აი ეს ყველამ კარგად რო დაიზეპიროს მეტი აფელი არ გინდა საქმე რო აკეთო რა და მე იყო ესეთი მეცნიერ გენერალი ასე თქვა ფონ კლაუზევიცი პრუსიელი თუ არ ვცდები რომელმაც ამ სამხედრო სტრატეგიას და ტაქტიკას ეს სახე მიცა რა წიგნიერი ასე თქვა ნაშრომები ისა ის მე ეს წამოვიდა ბიზნესში ასე თქვა და ერთ-ერთი ცნობილი წიგნი მაგალითად არის მარკეტინგული ომები ესე ქვია ხო პირველი წიგნი ერთ-ერთი და იქ ტანკები ხატია რაღაცები როგორც აქ ისე აქ ეგ არის ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის ადამიანამდე რა და მე უკვე ბოლო გვირგვინი იყო ეს მარტინ ეიმერის ნაშრომებს რო გავეცანი ეს არის ამერიკელი სპეციალისტი მე პირადადაც გავიცანით და იმას ესეთი პირველი სავარჯიში ვაქვს ძალიან საინტერესო ძალიან შოქში ვიყავი პირველად რომ გავიგე რა აქტოვანებული ვიყავი პირველი სავარჯიშო მისი ანუ რო იწყებს პროექტს ეს არის ბრენდის ნეკროლოგი ხო ანუ გეუბნება რომ ეხლა წარმოიდგინე რომ 25 წლის მერე აღარ ახარ ბაზარზე ვინ იყავი რა იყავი რას მიაღწიე რატო აკეთებდი იმას რასაც აკეთებდი და რატო დააკდები ადამიანებს რა ხო ხდები აი რაღაც ერთგვარი ნახევრად ასე ვთქვათ კოუჩინგური სავარჯიშია რომ რაღაცა შენი გზა გაიაზრო და რაღაცა ხო და ეგ არის რა მე მივედი იქამდე რომ ადამიანი რო აღარ არის ხო ანის ავიწყდებათ ანის ცოცხლობს რატო ცოცხლობს იმიტომ რომ ესე იგი რაღაც დატოვა ხელშესახები და იგივეა ბრენდინგი რა საბოლოო ჯამში და აქ თავის ტექნიკები რაღაცები რომელიც ასე ვთქვათ გეხმარება იმაში რომ ჩამოაყალიბო შენი საქმიანობის არსი და გზა განსაზღვრო რა გზით უნდა იარო ამ გზაზე რაც შეგიძლია გადაუხვიო გადმოუხვიო და ამ ყველაფერის ამ მთელი პროცესის განმავლობაში იყო გონება გახსნილი ადამიანი რომ არ ჩარჩე იქ სადაც იყავ შენს ნამუშევრებში ფაქტიურად იკითხება ეს ქართული სული აი რაგბი ჩვენი თამაშიაზე რომ ვისაუბროთ აი ეს ქართული სული როგორ ჩაბერე ამ ამბავს. ისი რა არის, რაგბი ჩვენი თამაშია, ძალიან საინტერესო პროცესია, მაგრამ ვიტყვი მანამდე, რომ ერთ-ერთ ეს გადაცემაში თქვი, რომ ვეფხვის ტყავსანი არის წიგნი ბრენდინგზეც. იმიტომ რომ ცხოვრებაზეა რა და ნუ ბრენდინგზეა, იმიტომ რომ მართლა ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა და ამიტომ რა თქმა უნდა ვიყენებ, იმიტომ რომ გავაგებიო პირველ რიგში ქართველებს ბრენდინგის მნიშვნელობა და საბოლოო ჯამში სიტყვისა და საქმის დამთხვევის მნიშვნელობა, იმიტომ რომ ვისაც უთქვამს ყველაზე მაგრად ადამიანი როგორი უნდა იყოს და საქმე როგორი უნდა იყოს, მე რაც 66 წლის განმავლობაში ვიკითხე, ვისმინე, რა ვიცი და ცოტა არ მიკითხავს და არ მომისმენი აი ამ იმის შესახებ ეს არის სულხან საბა ორბელი რომელს თქვა რომ
ადამიანი უნდა ფასოვდეს სიტყვითა და საქმით და სიტყვა საქმიანი, საქმე სიტყვიანი. ხო და რა თქმა უნდა ამათ ვიყენებ, იმიტომ რომ გული მწყდება კიდევაც, იმიტომ რომ რატო უნდა მოვიყვანოთ სულ უცხოელების მაგალითები, როცა გაცილებით უკეთესი მაგალითები გვაქვს რა. ეხლა ბრენდინგზე და საერთოდ საქმის კეთებაზე როცა საუბრობ, ნიკო ნიკოლაძეზე უკეთესზე ვერ ისაუბრებ, ვერც იდეების გენერირებით, ვერც გაბედულობით, ვერც სიგიჟის მოფიქრებით, ერთი შეხედვით და თურმე მუშაობს და მთელი ამბებით, ხო? და იგივე სარაჯიშვილები, ეკატერინე ფორაქიშვილები და რა ვიცი, ძმები ზუბალაშვილები და უამრავი ხალხი, მიტროფანე ლაღიძე და რა ვიცი, ძალიან ბევრი. და სულ ვცდილობ, რომ გავაქართულო, თუმცა ამას ზოგიერთები ნაკლად მithვლიან, რომ აი არ გვინდა ალექსი ძალიან ქართულია. ოკეი. თან ენასაც ვცდილობ და ენის მაგალითი სხვათა შორის ავიღე სარაგბო სამყაროში არსებობდა ესეთი ადამიანი ზაალ გიგინეიშვილი, რომელსაც მე ვეძახი ქართული რაგბის იოანე ზოსიმეს. იმიტომ რომ მან გააქართულა სარაგბო ტერმინოლოგია რა და ისეთ ძალიან საინტერესო ძარღვიანი სიტყვებით შეამკო ქართული რაგბი რა. შეკაზმა უпростоრად მაგალითად არ ვიცი ეს მღლეტელი და აბრაგანი და მგეზავი და რაღაც კაი სიტყვები. ხო და შესაბამისად რატომ არ უნდა გაქართულდეს ბრენდინგი და იქაც საერთოდ ცოტა ამ ქართულ სიტყვებს ვიყენებ, რომელსაც ასე თქვათ, როგორ მითხრეს, იქრინჯებიან ზოგიერთები, ანუ რაღაც არ მოწონს, მაგრამ ოკეია. კი ბატონო, მაგრამ მე ჩემსაც გავაკეთებდი ხა ვისაც არ მოწონს, არ მოწონს და რაც შეეხება რაგბი ჩვენი თამაშიას ეს ქართული სული შთაბერვა არ იყო, უფრო იყო პროექტი, რომელმაც გარეთ გამოიტანა ქართული ხასიათი. იმიტომ რომ მე ჩემი ინიციატივით დავიწყე რაგბის სტრატეგიაზე მუშაობა, იმიტომ რომ ნუ არ ქონდა და ეს არავის არც დაუვალები, არც შეუკვეთავს, არც არაფერი, ჩემი სიყვარული. და რაღაც დონემდე რომ მივედი სტრატეგია დავამუშავე, ისა ბოლო ნაწილში გავიჭედი, ასე ვთქვათ. თავარი სათქმელი რა უნდა ყოფილიყო, რის გარშემო უნდა ყოფილიყო აგებული ეს მთელი რაგბის კომუნიკაცია და შინაარსი რა იყო, რომ რაგბი ერგება ქართველების ხასიათს, იმიტომ რომ ბრძოლა, რაღაცა, მოკლედ ამბავი. ჩვენი ხასიათი ზის, რაღაცა, აქეთ-იქით და აბსოლუტურად შემთხვევით გადავაწყდი რაღაც სტატიას, აქ ვიყავი გაჭედილი მაგრად. და წავიკითხე გავშალე ესე გაზეთი და რაგბი ჩვენი თამაშია ვხედავ რა ვახ მეთქი რა აი იმიტომ რომ ესე გემართება როცა პროექტზე მუშაობ ხან გესიზმრება ხან დაინახავ და ხო თან ხო რაღაცა ეს გონება სულ ჩართულია ვახ მეთქი რა მაგარია და ვეძიე ეს და სტატია იყო იმაზე რომ მოკლედ ჟურნალისტი წერდა რაღაცა ხდებოდა აღარ მახსოვს რა რთული პერიოდი იყო და ერთი მანქანაო დადიოდაო სულო და ხალხს ისვავდა მიყავდაო დაბრუნდებოდა და ტაქსი არ იყო აშკარათო რა ისე ეხმარებოდაო და ეს ადამიანი აღმოჩნდაო გიან იჯარაძეო რა ანუ მაშინდელი რაგბის კავშირის პრეზიდენტი და როგორ ჩანსვა ესე რო იქცევაო ეს რაგბის ეს მეგობრობაო ეს რაღაცა ეს ღირებულებები რა მართალიაო და ესე გამოდისო რომ რაგბიო ჩვენი თამაშობაში ყველაზე წარმატებული სპორტი ეგ იყო გული წდება ეხა რომ დაავიწყებინეს ნაწილობრივ და ვიღაცებს დაავიწყდათ რომ კაი 1-20 წელი რაგბი იყო ერთადერთი სიხარული მართლა მაგრამ ნუ ეხა ფეხბურთს ვერაფერი ვერ შეედრება და ვერ მოუგებს მაგრამ ესეც ამასაც უნდა ვივიწყებთ რომ ერთადერთი სიხარული და ეს რაგბი ჩვენი თამაშია როგორ ჩანს და დაუკავშირდი ამბიც და ვეუნები რომ მეუთხარი ესა ვარ აი ამას ვაკეთებ ვიყავი გაჭედილი და აი ეს ფრაზა არის მე ვთქვი ზე დაგტება და რაღის მომყიდე ვეუნები რა გამოყენება რა მე გვაჩუქე ძმაო და აგე რაგბი მე არ შემელია გამბავ ხო და ამ ბიჭმა მიპასუხა რომ შენ თუ მაგასო დანერგაო სლოგანათო მაშინო ფული არ მინდა უბრალოდ სადაც ჩემსა სიტყვიო იქო ჩემიც თქვიო რომ მე დავწერეო სიტყვები ანუ სლოგანის ავტორი და მისი გაცოცხლების მე ვარ, მაგრამ სიტყვები ეკუთვნის ლევან ღვინიანიძეს, მისიც უნდა ვთქვა. რომელიც მაშინ იყო ჟურნალისტი, თუ არ ვთქვი ტაბულაში იყო ეს სტატია რა. და სხვათა შორის ეს რომ მე ამ ყველაფრით მივედი გიან იჯარაძესთან. გიან იჯარაძე მითხრა რომ რაგბიო თუ ჩვენი თამაშიაო. ცოტა სახიფათო განცხადება ხო არ არის აბა ზელანდიელების რაღა არის. მე ვთხარი ამას თავის ახსნა აქ ეს კომუნიკაციაში უნდა გამოვიტანო და მოკლედ ცოტა დაბუქსავდა სარაგბო სამყარო. ნამეტანი არ მოგვივიდეს რაღაც ეს ამბავი იყო, მაგრამ
მე ძალიან მინდოდა და ვამბობდი რომ ეს უნდა ვთქვათ, უნდა განმარტოთ რატო და ეს იყო ფაქტობრივად სტრატეგიის სათაურიც, იმიტომ რომ რაგბი თუ შენ თამაშია და შეხასიათში ჯდება და შენ აქ გაქვს წარმატება და კიდე მეტია საჭირო, მაშინ მთელი პროცესი ეს უნდა დაალაგო და აქ იყო წიაღსვლები ბავშვთა რაგბიდან მოყოლებული რა უნდა განვაგო, როგორ და მივიდეთ იქამდე რომ მართლა ამის არა მარტო ხასიათობრივი თავხედრის, არამედ მორალური ბოლომდე შედეგობრივი უფლებაც გქონდეს, რომ რაგბი ჩვენი თამაშია თქვა. ხო და მაშინ რაგბის კავშირში ვიცე-პრეზიდენტი თუ რა პოსტი ქონდა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩვენ ერთად თამაშობდი და მაშინ ისე მუშაობდა ბაჩო ხურციძე, რომელმაც ხარი დამიჭირა და მოკლედ ავდექი და ჩემი რისკი გალანძღვის გინების რაღაც იმის იმათ მე რაგბის ვცდილობდი რომ ასე თქვა რაღაცნაირად ვალი დამებრუნებინა ის სიკეთე რაც რაგბა მომიტანა და დიზაინს რაღაცებს ჩვენ უკეთებდით ბილეთების აფიშების რაღაცების ხო და ავდექი და ჩემ დიზაინერს თხოვე რომ ჩაწერე ეს მეთქი და ნუ ჩავწერე და დაიბეჭდა და ნუ ფაქტის წინაშე დარდნენ და მაშინ საქართველოს ნაკრები ესე იმყარებდა რა პოზიციებს და ერთ-ერთი უხერხული მეტოქე იმ დროისთვის ყავდა პორტუგალია. მოვიგეთ ეს თამაში და აიტაცა ხალხმა რომ რაგბი ჩვენი თამაშია და ბილეთებს ეწერა იმას და გაჯდა ეს. დღემდე ყავს კრიტიკოსები, დღემდე ყავს ესე დაცინის ხალხი ამ განცხადებას რომ აი რაღაცა მაგრამ მე როცა საშუალება მეძლევა ყველგან გავმარტავ რომ ეს არ არის ის რომ ჩვენ ზელანდიელებზე მაგრები ვართ მაგრამ რატომ არ უნდა გქონდეს იმის ამბიცია რომ ოდესღაც ჩვენს ამ ოლიმპოსთან იმაზე დავждეთ და ნუ ამას შრომა უნდა მიზანმიმართული და მიხვალ რა გასაგებია რომ ხდება მოკვლევა ინფორმაციის მოძიება მაგრამ არის ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ ან ვინმე ან სიტუაცია ან რაღაც არის ინსპირაცია იცი როგორ არის თუ ამბობ პროექტზე როცა მე შემიკვეთავენ რომ აი რა ბრენდი გაგვაკეთებინე ინსპირაციებს ვეძებ ყველგან მართლა გეუბნები რა ზოგჯერ არის რომ ვკითხულობ ლექსებს ეხლა გამოცდილებით დაგიგრო და თემა რა არის გააჭა თუ ღვინოა ლექსი მოთხრობა სიმღერა ისა იმიტომ ეხლა ესე ვიტყვი რა ყველანაირ თავდაბლობის გარეშე რა რაც სტაბილურად კარგად გამომდის, აი მე თვითონ რო მაყოფილი ვარ, ეს არის ღვინო რა. რაც კი გამიკეთებია, რომელი ყველა ბრენდი მიყვარს ძალიან, გულშემატკივრობ და მეამაყება და ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი გაკეთებული ხა. სირცხვილთ არც ერთის არ მწვენია, მაგრამ ეს ღვინო, იმიტომ ეს ღვინის სიყვარული და ეს ამბავი მოდის ამ ჩემი ჯივიეში მუშაობიდან, როდესაც მე მოდი ესე ვთქვა, თავიდან შევიყვარე სამშობლო, ანუ საქართველო რა, ამდეს ღვინო ვენახი რაღაც სიღრმეებში ჩავედით. იმიტომ რომ GVS არის კომპანია რომელიც გვინოს ასხავდა და ყიდდა მარტო რა მთელი კვლევა ამის გარშემო ამოწევამ დაკარგული დავიწყებული ინფორმაციები სულ GVS-ის სინდისზე და ნამუსია კარგი გაგებით რა ის ღვინის აკვნის თემის ამოწევა ეს GVS-ის სლოგანი იყო სხვათა შორის და მე ლევან გაჩეჩილაძე მიიღო გადაწყვეტილება რომ სახელმწიფო საქართველოსთვის გადაეცა ეს და მარტო თავისად მოკლედ ბევრი რაღაცეები რა ის რომ მაგალითად მარანი რა მნიშვნელობის ასე ვთქვათ ის არის ფენომენი ხო რო ვთქვათ ტერი რო იყო საქართველოში მაგალითად ხო და ეკლესიებში დამულიყავდა ცხენი აკლები რა ვიცი 1000 უბედურება მარნებში წერდნენ ღლები წყვილს ჯვარს აი ამ მნიშვნელობის ის იყო ხო ხდებით ახლა ჩვენთვის აი ეს ღვინის ამბავი რა მოკლედ ეს ბევრი დეტალები და რაღაც თავიდან რო გაიაზრებ რომ რა ქვეყანა გაქვს და მე ამას ტყივილიც რო წამოყვება რომ აი ამ ქვეყანაში აი ეს რაღაცები რო ხდება და სადღიზელო დონეზე რო ვარ დარჩენილი მაგრამ ეგ არის და ვეძებ ყველგან მართლა ქუჩაში ადამიანებს ვაკვირდები ბავშვებს ვაკვირდები დიდებს ქალებს კაცებს რა ვიცი ახალგაზრდებს მოხუცეებს ლიტერატურა რა ვიცი ხელოვნება ნახატები ყველა მხრიდან გააჩნია რა თემაა და რა პროექტია და ხელოვნებაც ოსტატობაც ეგ არის ზუსტად რომ აი რაღაცა რთული და კომპლექსური დაიყვანო ძალიან მარტივ რაღაცამდე, მარტივად გასაგებამდე, მარტივად სათქმელამდე, მარტივად აღსაქმელამდე და სწორედ თავარი ამბავი გააკეთო, რომ არ არის საჭირო, რომ ეს დალაგებული ბიზნეს ტექსტით ილაპარაკოს ბრენდმა და არამედ ილაპარაკოს რაღაც ისე და აი აქ ეს გამბედაობა უნდა, რომ რაღაც მხატვრულად თქვა ეს ყველაფერი
შემოქმედებითად კი არა, აი მხატვრულად რა და არ მოგერიდოს. თუ საჭირო ანდაზა გამოიყენო, თუ საჭირო აფორიზმი გამოიყენო და აი ესეთი სული შთაბერო, მაგრამ აქ ძალიან ფრთხილად უნდა იყო, როცა აკეთებ, იმიტომ რომ თუ ეს შენი ამბავია, მაშინ ის შენ დაგემსგავსება, იმიტომ რომ მე ასევე ვამბობ, რომ ყველა ბრენდი არის მისი შემქმნელის ბიზნეს შვილი და მას გავს. და შენ როგორც ბრენდის სტრატეგმა და კონსულტანტმა უნდა დაიმსგავსო. ანუ შენი ის არ უნდა გაატარო და ამიტომ მე პირველი რასაც ვაკეთებ, როცა პროექტს ვიწყებ, ეს არის ბრენდის ინტერვიუ, ეგრეთ წოდებული. დაუჯდები დამფუძნებლებს, დირექტორებს, აი ვინც ასე ვთქვათ, ყველაზე სიღრმისეულად არის ჩართული ამ ამბავში და ჩემი კითხვარის მიხედვით ვიღებ მათგან ინფორმაციას და ამას ვეძახი გულის ნადების ამოღებას, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ადამიანი თავისთვის ისის და ეს გამოტანა გარეთ უჭირს და ნუ რაღაც სპეციალური ტექნიკებით იმით ასე კითხვით, ისე კითხვით, ისე ამოგაკ და აი ამის გადათარგმნას ვაკეთებ მე სტრატეგიაში, ოღონდ ასე ვთქვათ, ვცდილობ რომ შევკაზმო აი ამ რაღაცეებით, რაც ამ ბრენდს გაცილებით საინტერესოს გახდის. მაგალითად წესი მაქვს ესეთი, რომ მაქსიმალურად ვეცადო, რომ ბრენდის საქმიანობა, ანუ რა რისი არის, ხო? არ იყოს სტანდარტულად გამოხატული რა, ხო? მაგალითად გაკეთებული გვაქვს ბრენდი კეთილი და პატიოსანი, რომელიც არის დასალევი ხილბოსტნეო. იმიტომ რომ წვენი არ არის ტექნოლოგიურად. არ არის ფრეში, არ არის რაღაცა, არის გათხევადებული ხილფაფა და ამიტომ დასალევი პირდაპირ, ხდებით? იგივე მაგალითად ხაშურში პირველი ასე ვთქვათ, თუ არ ვცდები ორგანიზებული ღვინის მეურნეობა, როცა შექმნეს ბიჭებმა დავაწერეთ ხაშურის გულიანი ღვინო, ხო ხდებით? ეხლა ამ ბოლო დროს გავაკეთე ჩემი უსაყვარლესი პროექტია ბაადურის ღვინო, სადაც წერია რომ ზემოიმერული კოხტა ღვინო, ხო ხდები? ესეც უკვე კომუნიკაციაა და რატომაც არა. აუ ეს რო დავაწეროთ და რავი, კითხულობს ხალხი და ვარა საინტერესო. და მე ხა ამ ბოლო დროს ამას ტექნიკური სლოგანი დავარქვია. თან აღწერილობითია და თან ძალიან საინტერესოა მოსასმენათაც და თან რა თქმა უნდა გაიგოს კაცმა ხა ეს რა ღვინოა, პურია, ყველია, ბანკია თუ ის არის. იდენტიფიკაციას. ხო, რა თქმა უნდა, საქმიანობას უნდა მიხვდეს რა. ხო და აი ესეთი რაღაცეები და ამას ბევრი რაღაცეები და მე თუ არ ვიცი სხვას ვეკითხები სპეციალისტებს, ისტორიკოსებს, ლინგვისტებს, აი 1000 ადამიანს რა რაღაცას ვეძებ, კითხულობ. ეხლა AI მეხმარება ამ კვლევის პროცესში ძალიან. არავითარ შემთხვევაში არ ვანდობ ბრენდის ფორმირებას, მაგრამ კვლევის პროცესში ძალიან მეხმარება, რომ აბა სადმე რამე ესეთი ამასთან დაკავშირებით რაღაცა ხო არ არის, აბა ეს მომიძებნე ის რაღაცა რა. ბაზა არის დიდი და ო, ბაზაა ძალიან დიდი და მე რაც თავარია ყველაზე მაგრად რაშიც ვიყენებ, ეს არის ჩემი პროფესიული, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობაც, მორალიც და რაც გინდა ის დაარქვით, არ შექმნა ისეთი ბრენდი, რომელიც არ ღვევს ბრენდინგის მთავარ ამბავს, რომ იყო გამორჩეული და განსხვავებული და მე აი რასაც გავამზადებ AI-ს ეძლევა უმკაცრესი დავალება ხოლმე ძალიან ვჭხუბობთ რომ ეხა მოიკვლიე დედამიწაზე ყველა და ყველაფერი რომ ასეთ რამეზე ვინმე კიდე ხვალ ლაპარაკობს. ხდებით? აი ამაში ძალიან მეხმარება და საბოლოო ჯამში მე ვიღებ იმას, რასაც ვიღებ რა. მთელი გული და სულით მუშაობ, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, ეს არის სხვისი ბავშვის ფორმირებაზე და ნუ მაღალ კვალიფიციურ ძიძად შეიძლება ჩავითვალო რა. როგორი ინსპირაცია მომდის, იცი, ღვინის დამზადების პროცესს გავს, აი ეს ყველა პროცესი გავს, აი სტრატეგია, ყველა პროცესი არის სტრატეგია. თუ პროცესი სწორად მიდის, ვიღაცას ნაფიქრი აქვს თავიდან ბოლომდე რა. აი მაგალითად მე რო ვაკეთებდი ჩემ პოდკასტს, ალექს ჩიქოვანის დიდი პოდკასტი, პირველი სტუმარი მყავდა ლევან წულაძე, ანუ ჭოლა, რეჟისორი. და რატომ მყავდა, იცით? იმიტომ რომ ამ გადაცემისთვის რო ემზადებოდი, წავაწყდი წიგს, ანუ წავაწყდი რა მქონდა და რაღაცა უცებრო ისა, მიშა ბაბუს, მიხეილ თუმანიშვილის სანამ სპექტაკლი დაიწყება, ესე ქვია. თუ სანამ სანამ სპექტაკლი დაიწყება, თუ არ ვცდები და დავიწყე კითხვა რო შეყვები რა და უკვე სხვა თვალით კითხულობ. და უყურებ და იძახის რომ ეს კაცი რომ სანამ სპექტაკლი დაიწყება და სანამ რეპეტიცია დაიწყება, ჯერ იდეა უნდა იყოს. ეს იდეა ისეთი უნდა იყოს, რომ საინტერესო იყოს, რომ ადამიანებს დააინტერესოს, რომ მოვიდნენ,
ვახ, მეთქი იდეა, მერე პრობლემა, მერე დაინტერესება, ესე იგი სამიზნე აუდიტორია, ეს ხალხი, მოხმარებელი. მერე ეს იდეა უნდა იმასქნა, ჩამოაყალიბო კარგად, მერე უნდა დაწერო ეს სცენარი, მერე უნდა დაიწყო რეპეტიცია, რაც გამოტოვებულია ქართულ ბიზნესში სამწუხაროდ, ანუ ცდებისა და ექსპერიმენტების პერიოდი. მერე დახვე, მერე უნდა წარსდგე მოხმარებლის წინაშე, არიქა უყურებ. მერე რო წარსდგები უნდა დააკვირდე რა მიმუშავა რა კი ის გამოასწორდე ბიჭო ბრენდის სტრატეგია რა ხო წავედი ამაზე ვესაუბრე მე ვთხარი ასეთი ამბავი და რას ლაპარაკობ ხა ლევანი ძალიან ისეთი ადამიანია ხო და გადასარევი ის გამოვიდა რა ის პირველი ასე ვთქვათ გადაცემა ნუ ეგ არის ყველგან ეგ არის რა ყველგან სტრატეგია სტრატეგია არის სიყვარულშიც ურთიერთობებშიც და ყველგან როგორც ბებია ჩემ მეტყოდა რომ იმ გოგოს ვინც ხარ ბებიაო რამ ფერიც ხარ იმ ფერი უნდა უყვარდეო რა ეს არის სულთა ბრენდინგული ასე ვთქვათ რჩევა იმიტომ რომ ზედმეტი დაპირება ეგრეთ წოდებული ოვერპრომისები რო არ გააკეთო და არ ჩამოგეშალოს მერე რაღაცის მერე ხო ზუსტად ყველგან ეგ არის ამიტომ ამბობ რომ ისეთივე ძველია როგორც კაცობრიობა უბრალოდ რაღაცა დისციპლინის სახე აქვს რა მიცემული რა ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატება არის 1991 წელს თასების თასის მოგება ხო და კაი კი მოიგო საოცარი ფეხბურთელები ყავდა საოცარი წვრთნელი ყავდა ნოდარ ახალკაცი ნამდვილი სტრატეგი და ნამდვილი აი სტრატეგიის აღსრულებას რაც ლიდერობა და ხელმძღვანელობა ჭირდება რა რაღაც კვეთრი ნაბიჯების გადამდგმელი კაცი კი ბატონო მაგრამ მერე რა ხდება ხო მერე ვარ დამოკიდებული იმაზე რომ ვიღაც დაიბადა ვიღა ახლა გამოგვიჩნდა ხვიჩა და გადარეულები ვართ ყველა სიხარულით ნამდვილად კი ბატონო ხო და საბოლოო ჯამში აი ამ ყველაფრიდან დავდივარ იქამდე რომ მე რა მამარდაშვილს აქვს მე რა რომ შექმნელი კი არ უნდა გიყვარდესო ქმნადი უნდა გიყვარდესო რა ანუ დინამომ რო თასი აიღო ეს არის უკვე შექმნილი ეს გავიგე მაგრამ მე რა შვები ხო ანუ ქმნადი ხო და ეს ქმნადი რო გიყვარს ეს არის მუდმივი განვითარება და არა დამყაყება და არა გაჩერება ხდები და ამ ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი გაბედულობა, რომ აღიარო. ის რომ რასაკამდე გააკეთე, კი ბატონო, კარგი იყო, მაგრამ აღარ მუშაობს. ამიტომ საბოლოო ჯამში ბევრი რო არ ვილაპარაკო, ჩემთვის სიძლიერე ამ ბოლო დროს ასე ვფიქრობ, არის რომ შენ თავთან დადასტურებულად აღიარო შენი მინუსები, ნაკლი რაც არიცი არ გამოგდის რაზეც სამუშაო გაქვს და ეცადო ამის გამოსწორებას. შენ თავს რო გამოუწყდე რომ ამაში ხარ ბანძი პირდაპირ ვეთქვი. ხო? ამას ნამდვილად ძალიან დიდი სიძლიერე უნდა რა. იმიტომ რომ ჩემი თავი დამიჭერია და ალბათ ყველას რომ სარკეში რო იხედები, იქაც არ აღიარებ, რომ რაღაცა ეს არის და თუ არ აღიარებ დარჩები 1991 წელს დინამომ რო თასი აიღო იქ. ამიტომ რეზიუმე რო გავუკეთო ადამიანის პიროვნული სიძლიერის შეიძლება ერთადერთი და მთავარი არა, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი ამბავი არის შენი უარყოფითის და სისუსტის გაბედულად აღიარება. ოღონდ მე თავზე ნაცრის წაყრაკი არა, რომ ამაზე მუშაობა და გამოსწორება. თვალის გასწორება, რაც ყოველთვის არ გამოგვივა პირდაპირ ვიტყვი. ზოგჯერ მე არ გამომდის ხოლმე რაღაცები, მალა რაღაცა არა ისა, მაგრამ სადღაც უნდა გაბედო რა. რასაც ვერ გაბედავ, იქ გექნება პრობლემები ყოველთვის. რასაც გაბედავ, იქ გამოსწორდები და ბალანსი რაც უფრო მეტი იქნება გაბედულის, ვიდრე გაუბედავის, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ცხოვრება საბოლოო ჯამში. აი ესე მგონია მე. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა შენ მოწვევის. პოდკასტს აფინანსებს სამშენებლო კომპანია ტერმინი. თუ ოცნებობთ საკუთარ სახლზე და გაქვთ მიწის ნაკვეთი, კომპანია ტერმინი გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს სახლის პროექტირებიდან მშენებლობამდე. პროექტის მიყვანა ხდება თქვენთვის სასურველ კონდიციამდე, შავი კარკასი, მწვანე კარკასი და სრული რემონტით. თუ ეძებთ სანდო და ხარისხზე ორიენტირებულ კომპანიას, მიმართეთ ტერმინის.
HR-ი მხოლოდ მაშინ გჭირდება, როცა ვაკანსია გაქვს. კომპანიების უმრავლესობა HR-ზე მხოლოდ მაშინ ფიქრობს, როდესაც ახალი ვაკანსია ჩნდება. შედეგად ჩქარობენ, ირჩევენ არასწორ ადამიანს და პროცესი ახლიდან იწყება. ყოველი შეცდომით აყვანა, ეს პირდაპირი ფინანსური ზარალია. დაკარგული დრო, ახალი რეკრუტინგის ხარჯი, თანამშრომლების მოტივაციის ვარდნა. HR სისტემა, რომელიც მხოლოდ ვაკანსიის შევსებაზეა ორიენტირებული, პრობლემას არ წყვეტს. ის მათ აგროვებს. ფიფლია გეხმარება შექმნა სისტემა, სადაც სწორი ადამიანები სწორ პოზიციებზე ხვდებიან, სანამ თანამშრომლების გადინება ბიზნეს ზვირად დაუჯდება. მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი არხის მაყურებლის 90%-ს არ აქვს გამოწერილი პოდკასტი, თქვენი გამოწერა, კომენტარები, აზრის დაფიქსირება არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განვითარების ნაწილისთვის, ასე რომ დაგვიტოვეთ თქვენი აზრი, გააზიარეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მე კი მომავალ პოდკასტამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.